სახელი ნიკოლოზმა შემაშინა ცოტა კონფერენცია ვუყოთ ხო? ან შევშინდი იმიტომ რომ კონფერენციაზე არ მოსულ ვარ და ვიფიქრე რა უნდა ჩემგან. მე არც კონფერენციაზე მოვედი და არც ლექციაზე არ მოსულ ვარ. ამას არ ვამბობ ხუმრობით. და მე მინდა რომ თქვენც ესე იყოთ ამ განწყობით რომ არა კონფერენციაზე მე ცუდად არ უბრალოდ ეს მიჩეული ტერმინია მე მესმის მაგრამ მე მინდა მაინც გამმარტო რომ ჩვენ არც კონფერენციაზე ვართ არც ლექციაზე ვართ მით უმეტეს არც ნიშნებს და ჩათვლებს ვწერთ რაც ესე ძალიან არ გიყვართ ხოლმე არც მე არ მიყვარდა სტუდენტი რო ვიყავი ჩათვლები და ნიშნები ჩემი ნება რო იყოს მოვიგონებთ ისეთ განათლების სისტემას სადაც არ იქნებოდა ჩათვლები და ნიშნები სხვათა შორის მე ვფიქრობ ეს ჩათვლები და ნიშნები ეს შედარებით ახალი რეალობაა სამყაროში და ძველად ალბათ ესე არ იყო მაგრამ დიდი მეცნიერები და სწავლულები ძველადაც იყვნენ ჩათვლებისა და ნიშნების დროს ერთად ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან არაჯანსაღი კონკურენციაც ხშირად არის მათ შორის ცდილობენ კიდევ ერთი რაც ყველაზე ცუდია ცდილობენ ისწავლონ როგორ დაუძვრენ სიტუაციას როგორ მოატყუონ პედაგოგი და ასე შემდეგ და ადამიანს შესაძლოა მანკიერთვისებებს ბადებს თავისთავად ცხადია. ხო, ნუ ეს ერთი თემა. ხო და რაც შეეხება კონფერენციას კონფერენციაც ეს არის ესეთი სიტყვა რომელიც ჩემში იწვევს ესეთ ასოციაციას, ნუ რაღაც ინტელექტის ზეიმი, სადაც ნუ რაღაც მე კი არ ვარყოფ ესეთ ამბავს. უბრალოდ ჩემთვის როგორც ამ შემთხვევაში მღვდლისათვის რომელმაც ცოცხალ არსებაზე უნდა ისაუბროს რომელ ცოცხალ არსებაზე ხო ვერ მეტყოდით შემახსენებ ადამიანი კიდე რომელიც ცოცხალ არსებაზე უნდა ისაუბროს ღმერთი ცოცხალია ხო იცოდით თუ არა როგორ ფიქრობ ცოცხალია თუ არა ღმერთი ვიღაცას ეგონა მოკვდაო ვინ თქვა ხო გახსოვთ ნიჩემ ღმერთი მოკვდაო ხო ეს არის ბატონო ნიჩემ იმ საუკუნისთვის არა გასაგებია ახლა ნიჩეს მოკლული ღმერთი უბრალოდ მან დააფიქსირა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირველ რიგში თავის საკუთარი ნიჩემ საკუთარი მდგომარეობა და ზოგადად იმ პერიოდის ადამიანის მდგომარეობა დააფიქსირა ადამიანმა შეუძლია თავისში მოკლას ღმერთი ხო ესეა ამიტომ რადგან ჩვენ ცოცხალ არსებაზე უნდა ვისაუბროთ და ცოცხალ არსებაზე რო საუბრობ კიდე შეიძლება კონფერენცია ჩაატარო აი მაგალითად ჩვენ შეიძლება ვთქვათ თქვენ მომავალი მედიკები ხართ ხო ჩვენ შეიძლება ვთქვათ მრავალი კონფერენცია ჩავატაროთ სხვადასხვა თემაზე რომელიც ეხება ადამიანს მაგრამ აი ადამიანთან ურთიერთობას როცა ეხება და თან როცა ეს ურთიერთობა ძალიან პირადია აქ უკვე ცოტა სხვა სიღრმე და სხვა სილამაზე აქვს ამ საუბარს იმიტომ რომ კიდევ მეორე ადამიანთან ურთიერთობა რომელსაც აი ესე შემოვიდნენ აქ უკანაც შეიძლება დადგნენ ვიღარ შემოდიან და ვინც წინ ხარ აქ ერთ შემოდით ერთ-ერთ მახსოვს სად ვიყავით კონი ფსიქოლოგებთან ვიყავით და უკან იდგნენ სულ დაცვასავით კარგი ორი დაცვა აქეთ დაანჩენი ვიქით ხო ესეა შემოდით დროზე უკან მე კაია სურათებს უგადაგულებენ თქვენს გამოჩნდებით ხო ესეა ესე იგი თქვენ ხართ მომავალი მედიკები ხო ყველანი არა ნუ უმეტესობა მომავალი მედიკია ეხლა ოღონ არ იხმაუროთ უკან ეხლა მაინტერესებს მე მაგალითად როგორც რიგითი ადამიანი ამ შემთხვევაში ჩემს თქვათ სამღვდელო ხარის მნიშვნელობა არ აქვს თქვათ გამოდის რომ მე ვარ თქვენი პოტენციური პაციენტი ჰა ერთმანეთს ხო მაგრამ ნუ ეგრე ხო პაციენტი პოტენციური მე ხარ თქვენ რო გიყურებთ ახალგაზრდებს ჩემი შვილების ტოლები ხარ ზოგი უფრო პატარაც აი მე თქვენ რო შეგხედოთ ჩვენს მომავალ ექიმებს უნდა მქონდეს განწყობა როგორი არის სარწმუნოებრივი უნდა მჯეროდეს მწამდეს თქვენი ხო
ხო, ეგრე არ არის? ხედავთ, აი, ჩვენ უკვე ეს სიტყვა თემას რა ქვია დღევანდელ შეხვედრის? რწმენის დაკარგვა. ჯერ არ მოგვიპოვებია რა უნდა დავკარგოთ. ხო, აი ესე იგი, მე უნდა თქვენი მწამდეს, ხო ესეა? აი ხო ვიღაცამ რო თქვას, რომ მამა თეოდორემ რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს რწმენა აი ამ მომავალი მედიკების. რა პასუხს გასცემთ? თუ არა სწორად უნდა. აი იმათმა უნდა თქვა. თქვენ ახლა საპატიო დაცვაში ხართ. ანუ ჯერ ექიმებიც არ გამხდარხარ, ჯერ რა უნდა დავკარგო მე თქვენთან ურთიერთობაში, რაც ჯერ არ მომიპოვებია, ხო? ანუ მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს, რომ თქვენი მწამდეს. ჯერ მე უნდა ამიხსნათ რა არის ეს, ხო? ანუ მე უნდა ვიცოდე რაღაცას რომ ვკარგავ, მე უნდა მქონდეს ამის გამოცდილება. ანუ მე უნდა მქონდეს ექიმთან ურთიერთობის გამოცდილება, ხო სწორია? ადამიანს რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ სკიებია, ცხოვრებაში მას წარმოიდგინეთ ადამიანი, ეს რა თქმა უნდა იგავური სახეა, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახლა კიდე ისმის ხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ სხვა თემაა, კიდე გააჩნია როგორ შეხედავ, გააჩნია რა შემთხვევაში, ფილმის არ იყოს, ღიმილის ბიჭებში არ არის. თუ რადგან ადამიანი არავინ არ არსებობს ისეთი, რომელსაც თუ დაუშვებთ უпроსტოდ იგავურ სახესო ადამიანი, რომელსაც არასოდეს არაფერი არ ტკიებია. არასოდეს. ეხლა იმას რო კითხო, ექიმის უნდა გწამდეს თუ არ უნდა გწამდეს, პასუხს ხო ვერ გაგცემს, იმიტომ რომ მან ეს ფენომენი რა არის, არ იცის, ექიმთან ურთიერთობა, როცა რაღაცა ტკივა, მიდიხარ, გეშინია შენი ავადმყოფობის და აი მიდიხარ იმიტომ რომ გჭირა რომ არის გიშველის. ხო, ეს გამოცდილება თუ არა გაქვს. და თქვა გამოცდილება იმისა, რომ გიშველა, ზოგ შემთხვევაში ვიღაცამ ვერ გიშველა და ეს რწმენის ფენომენი ხდება, ხო, ექიმთან რომ მიდიხარ, აი ორი ექიმია, რომელთან წახვალ. თქვა თანაბარი რეგალიებით. რომელთან წახვალ? იმასთან ვისიც, სადაც გული გაგიწევს, რწმენა ეს არის, რომ აი იმის უფრო მწამს რატომღაც, ხო? გესმით? ანუ, როდესაც და თუ მაგალითად ადამიანს ბევრჯერ ქონია ამის გამოცდილება, რომ იმის იმედი ქონდა, იმის და ყველამ გაუცროა, ხო? მე შეიძლება თქვას, რომ მე რწმენა მქონდა ექიმების, მაგრამ დავკარგე. ასე როდესაც საუბრობენ რელიგიურ რწმენაზე, აქაც ესე შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანს ელაპარაკებ რწმენის დაკარგვაზე, მაშინ მას უნდა ქონდეს ამის გამოცდილება, უნდა იცოდეს ქემაინც რა არის რწმენა. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცას მოაჩვენოს, რომ თვითონ ძალიან მარტივია ეს თემა, ხო? იცოდე რა არის რწმენა. და მე აგერ ჩავწერე კიდევაც, რწმენა რომ დაკარგო ჯერ უნდა მოიპოვო. მაგრამ რწმენა რა არის, ვიცით? რა არის რწმენა? რა ვოქთვის წესში დაწვა, ეგ ჯოჯოხეთია. ანუ ის იყო როგორ ფიქრობთ? მე სხვანაირად მინდა დავსვაკითხვა. ჩვენ ეს სიტყვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემთხვევით არ თქვათ მოვიყვანე ექიმთან ურთიერთობის მაგალითი. რწმენა არის ფენომენი, რომლის გარეშეც ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ვერი არსებობს. ყოველ დილას იღვიძებ რწმენით, რომ ის დღე მშვიდობიანად ჩაივლის. არავინ არ ვიცით, ხო? ყოველ საღამოს მივდივართ სახლში რწმენით, რომ ყველაფერი კარგად დამხვდება. ყოველ საღამოს ასევე ვიძინებ იმ რწმენით, კი, მზე ალბათ ნამდვილად ამოვა. ნუ დედამიწაც ალბათ იტრიალებს, იბრუნებს კოსმოსში, იმიტომ რომ ნუ კომეტები ჯერჯერობით ხო ახლოს მოახლოებულიყო რომელიმე კომეტა, მაშინ მეცნიერები გამაფრთხილებდნენ. თქვა სიტყვას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის მთელი რიგი მოვლენები, რომელსაც ვერანაირი მეცნიერება ვერ გაგაფრთხილებს. ვერც მიწისძვრის შესახებ, ვერც რამე საგზაო შემთხვევის შესახებ, ვერც ჩვენს თავში და გულში არსებული სიზარღვების თქვათ მდგომარეობა ვერ არ არსებობს ამის პრევენცია, რომ აი 100%-იანი ვიღაცამ გითხრას, რომ დაზღვეული ხარ, ხო ხვდები? მით უმეტეს მედიკები ხარ. მაგრამ მე ყოველ საღამოს ვიძინებ რწმენით, რომ მშვიდობიანად გავიღვიძებ, რწმენით მივდივართ ოჯახში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რაიმე საქმეს იწყებს ადამიანი იმის რწმენით, რომ
ამ საქმეს კარგად მოაგვარებ, პაციენტი რომ მოგივათ, თქვენ იმედიანად და რწმენით შეხვდებით ამ პაციენტს, რომ მას მოარჩენთ, როგორც კი ადამიანი დაკარგავს რწმენას აიყოფით ცხოვრებაში, მასში გაჩნდება იმ წამსვე უიმედობა, რომელიც დაიწყებს ძალიან დიდი სისწრაფით ზრდას და გადავა სასწარკვეთილებაში. სასწარკვეთილი ადამიანი, ეს თქვენ ალბათ თქვენ მერე უკვე პრაქტიკაშიც მიხვდებით ამას, ადამიანი რომელიც მოდის და არ აქვს იმედი გამოჯამთელებისა, მას თქვენ ვერ მოარჩენთ. მე გულისხმობ ესეთი სუბუქია ჭვიკი არა, აი თუ 100%-იანი გადაწურული აქვს იმედი და უკვე დეპრესიისაკენ მიდის, მას თქვენ ვერ მოარჩენთ. იმიტომ რომ უიმედო და აბსოლუტური ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც უიმედობაში ვარდება, თვითონ მოკვდება, ის ვერ იცოცხლებს, იმიტომ რომ იმედი არის მაცოცხლებელი ძალა. იმიტომ რომ ადამიანი ისეთი არსება, რომელიც გრძნობს დროის მსვლელობას. ცხოველი ახლა ამას ვერ გრძნობს. იმიტომ რომ ცხოველს არ აქვს შინაგანი ათვლის წერტილი, რითაც ის დროს იგრძნობს. ადამიანი გრძნობს დროს, იმიტომ რომ მას აქვს შინაგანი ათვლის წერტილი, რასაც მისი მასში არსებული მარადისობა ქვია. იმ მარადისობასთან შედარებით გრძნობს. ამიტომ რადგან ადამიანი გრძნობს დროს, რადგან ადამიანი გრძნობს ახსოვს წარსული და იცის რომ მომავალში იყურება, იმიტომ რომ მას გრძნობს, მომავალი რადგან არ არსებულია, ამიტომ ის მომავალს აუცილებლად უყურებს იმედით. როგორც კი ადამიანს იმედის განცდას მოუსპობს სრულიად, იმ წამსვე მისთვის მომავალი დაკარგულია და ის ვეღარ აგრძელებს მომავალში არსებობას. გამიგეთ, აი ეს ფენომენი არსებობს, ამიტომ თქვენთან რომ პაციენტი მოვა, პირველ რიგში რაც უნდა გააუკეთოთ, ეს არის რომ მას იმედი მისცემთ, თორემ მას ვერ მოარჩენთ. ესე იგი, რწმენასთან დაკავშირებით ჩვენ ყოფით ცხოვრებაში ხედავთ რომ რწმენის გარეშე არავინ არ არსებობს და ვერავინ ვერ იცოცხლებს, მაგრამ აი ღმერთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ეს არის ძალიან უცნაური რამ აქ, რომ ყველა ადამიანი მეტნაკლებად იშვიათი გამონაკლისის გარდა ფიქრობს რომ მას წამს. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ამასაც შევეხებით, რა თქმა უნდა, ქრისტიანული განმარტება უნდა ამ სიტყვას. განმარტება უნდა, დეფინიცია, ანუ ქრისტიანული ღვთისმეტყველება რწმენას რასაც უწოდებს, ეს ძალიან სერიოზულად განსხვავდება იმისაგან, რასაც თქვათ შეიძლება ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება არც სულიერი ცხოვრებისა და არც ქრისტიანობა არ იცის, რასაც ეს ადამიანი შეიძლება უწოდებდეს. წმინდა წერილში ძალიან ბევრი ადგილი, სადაც იქ რწმენაზეა საუბარი. წმინდა წერილში ბევრი ადგილი, სადაც ურწმუნოებაზეა საუბარი. და თუ ეს არის, შეიძლება კითხულობ და ფიქრობ, რომ ურწმუნო ათეისტის სინონიმი არ არის, ურწმუნო ათეისტ არ ნიშნავს. ათეისტი სულ სხვა რამეა. ათეისტი რწმენისნაირი, ათეიზმი რწმენისნაირი სახეობაა. ამიტომ შეიძლება ადამიანს ღრმად ჯეროდეს, რომ არის ღმერთი, ინტელექტუალურად, გამოცდილებითაც გარკვეულად შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ადამიანი იწოდებოდეს ურწმუნოდ. ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ეხლა ქრისტიანულში ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ზოგადად არ გვაქვს ჩვენი შეხვედრა ვერ მოიცავს ყველაფერს, ამიტომ რაღაც ვიწრო კალაპოტს მივცემს. ქრისტიანული თვალსაზრისით მორწმუნეა ის ადამიანი, ვინც ასრულებს ქრისტეს ცნებებს. ეს პირდაპირ უფლის მიერ არის ნათქვამი. მე იმას წამვარ, მე ზუსტ ციტირებას არ ვახდენ ახლა წმინდა წერილის სიტყვებისა, მე იმას წამვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს, ვინც საღვთო ცნებებს აღასრულებს. ქრისტე პირდაპირ იძლევა ამ დეფინიციას, რა არის რწმენა? ცნებების აღსრულება. რას ნიშნავს ცნებების აღსრულება? ანუ მისი ერთგულება, ხო მეთანხმებით. აი როგორც მეგობრობაშია, როდის გჯერა შენი მეგობრის, როცა ის შენი ერთგულია საქმეში, ხო? ანუ ცნებების აღსრულება ეს ნიშნავს ჩემი რწმენის გაცოცხლება საქმეში, რომ აი მე რადგან მწამს, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვიცი რომ უფალი ამას ითხოვს ჩემგან და აქედან გამომდინარე მე შემიძლია მას ვუმეგობრო, ხო? და ამიტომ მე რაღაც წესებს კი არა, მე იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ სავალდებულოა ჩვენი მეგობრობისათვის და ჩემი ერთგულებისათვის მისდამი და პირიქით მე მას ვასრულებ და სიხარულით. ესეა მეგობრობაში. ხო არ შეიძლება ორი ადამიანი მეგობრობდეს და ესე იგი არ ითვალისწინებდეს ადამიანი მეგობრის სურვილებს, ხასიათს, თვისებებს, შეხედულებებს. მაშინ მეგობრობა არ შედგება, ერთგულება არ იქნება. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ
რომ რწმენა შეიძლება დაიკარგოს და ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა გავიგო ეს რწმენა რა არის, რომ მე შეიძლება ეს დავკარგო, ხო? პირველი განმარტება ესეთია, რწმენა ეს არის, როცა ადამიანი ცდილობს იყოს ერთგული ღმერთისა. მაგრამ ესე მარტივად არ არის წინასწარმეტყველად გითხრათ საქმე, იმიტომ რომ თქვათ იგივე ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, თქვათ მუსულმანის, რომელიც ცხოვრობს ალლაჰის ცნებებით, ის ითვლება, რომ არის ღვთის მეგობარი. ნახეთ რა ხელა სტატუსია. ღვთის მეგობარი, ხო მაგარია? წარმოგიდგენიათ, აი, ღმერთის მეგობარი, იმიტომ რომ შენ მისი ცნებების ერთგული ხარ. ჩვენ შეიძლება ეს განვაზოგადოთ, ხშირად მithქოს ხოლმე ეს მაგალითი ძალიან ბევრ შეხვედრაზე მომყავს, იმიტომ რომ აქ წარმოჩინდება ქრისტიანობის ორიგინალურობაცა და უცნაურობაც. და ძალიან ხშირ შემთხვევაში მიზეზი გაუგებრობისა ქრისტიანობის, აი რატომ არ ესმით ქრისტიანობა. რომ ჩავატაროთ ესეთი გამოკითხვა, რას ნიშნავს იყო ღვთის ერთგული მეგობარი, წმინდანი, მოდი ესე ვთქვათ, და ეს რო ვკითხოთ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. როგორც წესი, ყველა რელიგიაში წმინდანობის განმარტება ესეთია, რომ შენ უნდა ასრულებდე უზენაესის ცნებებს. ლოგიკურია? ანუ სხვანაირად შეიძლება დავინახოთ ეს მომენტი. უზენაესის ცნებებს ვასრულებ. და მე მაშინ ვარ მისი მეგობარი, ანუ მე ვარ წმინდანი. და რაც უფრო მეტია ხარისხი აი ამ ყველაფრის შესრულებისა, ხო? მით მეტია ჩემი ხარისხი წმინდანობისა. სწორია? წარმოგიდგენთ, ახლა მე რო გითხრათ, რომ მე ყველა ცნებას ვასრულებ ღმერთისას. ყველა აი ვერ დამისახელებთ, აი დავიწყოთ ჩამოთვლა და ეს. ნუ ყველაფერი შევასრულე. ესე იგი ჩემი ხარისხი წმინდანობისა როგორია? უმაღლესი. ფრთები მაქვს თითქმის უკვე ამოსული. პატარა ფრთები მაქვს ჯერ, მაგრამ მაინც. რატო გეცინებათ? არა ისი არ გჯერათ, იმის რომ ფრთები მაქვს თუ იმის რომ ყველაფერს ვასრულებ. ასეთი ნუ კარგი, ფრთები რო არა მაქვს, მაგის შეიძლება გჯერათ, იმიტომ რომ მაინც ექიმები ხარ და ეგეთი ადამიანი ჯერ არ გინახიათ, რომ არც გაფრენილი და არც გაფრენილი ალბათ შეიძლება ნახოთ, თუ ფსიქიატრები ხართ. მაგრამ რაც შეეხება აი იმას რომ ეს მამა თეოდორე ყველაფერს ასრულებს თუ არა, მაგისაც არ გჯერათ. აბა ამდენი ადამიანი რას მოხდით? ისინი ვინც არ ასრულებენ, კითხავთ ესე გახლობლობაში და უყურებთ იმას, შემთხვევით რატომ მოხდით? აი როგორ ფიქრობ, მამა თეოდორე ყველაფერს ასრულებს? აჰა. მაგრამ რათ არ არის წმინდანი? და რატო თulit მაშინ ჯერ ერთი ხო, დაუშვათ, მოდი დაუშვათ ახლა. მამა თეოდორე თქვათ, ყველაფერს ასრულებს. აი რაც გაწერილია წიგნში მიწერია, აჰა ეს შევასრულე, წიჩკა დავსვი დღეს. ქართულად როგორ არის წიჩკა? თოლი. თოლია, რა თოლია? ესე იგი თოლია ხო არ ვიცი. ეს კარგი. ესე იგი ხო. წარმოიდგინეთ თეორიულად რომ ყველაფერს ვასრულებ. წარმოიდგინეთ, აი ვერ ნახეთ ვერცერთი მცნება, ახლა ისე გასაგებია, ნუ არ ყაჩაღობ და რაღაც საშინელებს სახლებს არ უწავ და რაღაც უბედურებას არ ჩავდივარ, მაგრამ მეტნაკლებად რა, თუ რაღაცა ესე იგი. მაგრამ ვიღაცამ რო თქვას, ან თვითონ რო წასწდეს ამ მამა თეოდორეს, რომ რადგან ყველაფერს ვასრულებ, ხო არ შემრაცხავდი წმინდანად და ხო არ დაემხობოდი ჩემს წინაშე. ამაზე იფიქრებდით, აი ჩვენი მომავალი პაციენტი უკვე. ანუ ხედავთ ერთის ხრი წეგან იყო ლოგიკური რაც თქვი. თუ ადამიანი ყველაფერს ასრულებს, მაშინ ეგ არის წმინდანობა. მაგრამ მეორე ხრი როგორც ცოცხალ ადამიანზე იგივე წარმოვიდგეთ, უკვე გვეცინება. ანუ ნახეთ რა საოცრება. ლოგიკა ზუსტად პასუხობს ამ კითხვაზე. დიახაც რა თქმა უნდა, ადამიანი რომელიც ყველაფერს ასრულებს, რაც ღვთისაგან მოცემულია, ეგ არის წმინდანობა, რა არის სხვა რამე. თავი ესე მუშაობს. მაგრამ აი გული რაღაცას ხელს გვიშლის, გული შინაგანი სამყარო.
ჩვენი შინაგანი სამყარო აპროტესტებს, კი ბატონო ასრულებს, მაგრამ რა წმინდანობა კაცო, რა მიეძმოედება ეს კაცი, ხო სწორია. ხედავთ ჩვენი შინაგანი სამყარო და ინტელექტი როგორ შეუსაბამობაში ერთად რაღაცა ვერ ჯდება, ხო? ესე იგი, საქმე უფრო რთულად არის სინამდვილეში. და მე გეტყვით ხმამაღლა, რომ ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომელიც ამას გარდაჭრით უარყოფს ესეთი მიდგომას, რომ წმინდანობა არის ყველაფრის შესრულება. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს, ხო, კარგი, აი მე გეტყვით, რას ამბობს, ბევრ რამეს ამბობს, ეხლა უბრალოდ ყველა ფაილი რო გახსნა, დღეს ვერ დასრულდება. და ვერც ხვალ და ვერ ძე. მაგრამ მაგალითს მოგიყვანთ ესე, ყველა წმინდანისათვის თუ ვინმეს გაგიგიათ, აი წმინდანები ალბათ გაგიგიათ, ხო, გრიგოლ ხანძთელი ხო იყო წმინდანი? იყო. და რამდენი წმინდანი არსებობს, მე ერთი მაგალითი მოვიყვანე, ხო, იგივე დავით აღმაშენებელი იყო წმინდანი, იყო ივანე ზედაზნელი ხო იყო ილია მართალი ხო, ანუ ალექსი ბერი შუშანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა წმინდანისთვის, ვინც კი არსებულა 2000 წლის განმავლობაში ეკლესიის ისტორიაში, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს მიიღო. ყველა წმინდანისათვის ორი ადამიანი იყო ყოველთვის მაგალითი მისაბაძი, უпроსორედ მათი მდგომარეობა, ამ ორი ადამიანის მდგომარეობა იყო მისაბაძი. ეს ორი ადამიანი წმინდა წერილშია. და ეს ორივე ადამიანი უმძიმესი ცოდვილები იყვნენ. ეს იყო მეზვერე რა არის იცი? აი მაგალითად უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, ესე იგი, სასარგებლოდ რომ მუშაობს რაღაც ფუნქციონერი, რაღაც კუთხით ჯაშუშიც, რაღაც კუთხით სამშობლოს მოღალატეც და საკუთარი ხალხის შემავიწროებელი. აი ეს არის მეზვერე, ვეღარ შემოდია? და მეორე უფლის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი, რომელიც თელი თავის ცხოვრება, ყაჩაღობის, ქურდობის, ძარცვაგლეჯის, გაუპატიურების, ათასი უბედურებების მეც არაფერს აკეთებდა. აი ეს ორი ადამიანი. ყველა წმინდა ამ ორი ადამიანის მდგომარეობა სიკვდილის წინა ერთმეორისა და პირველისა ლოცვითი მდგომარეობა იყო მაგალითი მრავალი ადამიანისა, ყველა წმინდანისათვის, ყველა. რომელიც ცნება შეასრულა ჯვარცმულმა ავაზაკა. მთელი ცხოვრება, აი ესეც უდათ იქცეოდა. ხო, ანუ სინანული ესეთ როგორი რაღაც ამორფული აბსტრაქცია რა, რაღაც ესეთი, ხო, იმიტომ რომ საქმეები არც ერთი ცნება არ შეუსრულებია და ყველა წმინდა. გრიგოლ ხანძთელის მაგალითი. ილია მართლის მაგალითი, ამ კეთილშობილი ადამიანის. შიომღვიმელის მაგალითი, კაცო, რომელიც ბოლოს გვიმეში ჩავიდა და იქ ანუ მართლა ჭიისთვის ფეხი არ დაუდგა, ფიზიკურადაც ვერ მოახერხებდა, იმიტომ იქ. წარმოგიდგენია? ესე იგი, ხედავთ ქრისტიანობა რაღაც სხვანაირად რო აყენებს საკითხს, სხვანაირად გვახედებს სამყაროსადმი. ამიტომ კიდევ ერთხელ, როცა ჩვენ რწმენაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის დაფიქრება გვმართებს, როცა ჩვენ ხმამაღლა დავიწყია, მორწმუნე ვარ, აბარა კი, მაგრამ იცი კი რა არის მორწმუნე. და როცა გვინახავს, გაგვიგია, მან რწმენა დაკარგა. ან ისე მე რწმენა დავკარგე. და ქონდა, რა ქონდა? ეს დაახლოებით იგივეა, რომ შიომღვიმელმა დაკარგოს რწმენა. როგორ უნდა დაკარგოს შიომღვიმელმა? გრიგოლ ხანძთელმა, ილია მართალმა, დავით აღმაშენებელმა. როგორ უნდა დაეკარგა რწმენა მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს? რომელიც ეუბნება უფალო მომიხსენე, როდეს მოხვიდეს უფლებითა შენი და ქრისტეს საოცარ სიტყვებს ეუბნება, დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. და მე გავიგეთ, რომ აი ამის მერე დაკარგა ჯვარცმულმა ავაზაკმა რწმენა, რას ნიშნავს? როგორ უნდა დაკარგო? ესე იგი, შენ კარგავ იმას, რაც არასოდეს არ გქონია. რაღაცა ბუტაფორია გაქვს რწმენისა თორემ. ეს დაახლოებით ის რას გავს? ერთხელაც გაიღვიძო, ოჯახში დედა, მამა, ყველა გამოხვიდე და ამნეზია დაგემართოს და შენი დედა და მამა არ მყავს. არა, ეს ავადმყოფობის ნიშანი. ადამიანი თუ ავად გახდა, ყველაფერი შეიძლება დაკარგოს, მაგრამ ეს უკვე მისი ბრალი არ არის, ხო? ტვინის ფუნქცია თუ მოეშალა, ანუ ის ვეღარ ახერხებს გარე სამყაროსთან ადეკვატურ კავშირს, ეგ სხვა არის, მაგრამ აი ჯანმრთელი ადამიანი როგორ იტყვის, რომ შეუძლებელია, რომ მას ყავს დედა და მამა.
კიდევ ერთი ნაბიჯია ეს ჩვენი ცნობიერებისათვის, რომ ყველა რაღაც სხვა რამეა, ვიდრე რაღაც უბრალოდ აი თუ რაღაცა არსებობს, აი რაღაცა სხვა რამეა, რაღაცა ცოცხალია, რაღაცა რეალურია, რომელსაც ხელი გიკიდია ისე მტკიცეთ, რომ არ გაგეშვებინება, სწორედ გამოთქვი? არ გაგეშვებინება. იმიტომ რომ მე შეიძლება თავი მოგაჭრა, ცოცხლად გაგატყავ, მაგრამ ხელს ვერაფერ გაგაშვებინებ ქრისტეს კალთაზე. შეუძლებელია ეს და იმიტომ. აბა რა იყო მაშინ გადახედეთ ეკლესიის ისტორიას. მართლა ცოცხლად ატყავებდნენ ადამიანებს და ქრისტეს ვერ აკარგვინებდნენ. ეხლა წერან ჩვენ ვთქვით, რომ მორწმუნე ნიშნავს იმას, ვინც აღასრულებს ქრისტეს ცნებებს. ანუ ვინც ქრისტეს ერთგულია, ხო? თვითონ ეს სიტყვა ქრისტეს ერთგული. რას ნიშნავს? როგორ უნდა იყოს ქრისტეს ერთგული? ანუ რას ნიშნავს მე ვარ ქრისტეს ერთგული? მის ცნებებს ვასრულებ. ესე იგი შენ უნდა იცოდე რას ითხოვს. სწორია? რას ითხოვს? თუ არ ვიცი რას ითხოვს, როგორ უნდა უერთგულო? სხვათა შორის ესეც თითქოს გასაგებია, მაგრამ გინეთ სამარცხვინო რამე გითხრათ, რაც ეკლესიის წევრებს ახასიათებს ხოლმე. ეკლესიაში არიან ადამიანები სამწუხაროდ. ამას ძალიან ვერ ვუძვით ჩვენ სასულიერო პირები, რა თქმა უნდა. აი, დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანი შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდეს, მაგრამ ნამდვილად რო იცი შენ ჯგუფლზე. რომ შენ რომ ესე იგი პაციენტი გახდე, მასთან არ მიხვალ. იმიტომ რომ არ სწავლობს არაფერზე, რა ექიმი გამოვა იქიდან კაცო. მე მგონი თქვენ ეგეთები არ იქნებით ამიერიდან მაინც. ხო, შეიძლება ადამიანი ეკლესიის წევრი იყოს და არ იცოდეს ქრისტე რას ითხოვს მისგან. ეს არის რეალობა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქრისტე რას ითხოვს. არა მარტო ვიცოდეთ რას ითხოვს იგი ჩვენგან, არამედ ჩვენი სიცოცხლე ვიცოდეთ ის თვითონ როგორია და რა მაგალითს გვაძლევს. რატო? იმიტომ რომ ხომ გესმით, ღმერთი მოვიდა ადამიანად. რატო მოვიდა ადამიანად? რომ ჩვენ დავწეროთ, ჩვენს უბის წიგნში ჩართულა, რომ აი მოვიდა ადამიანად. მოხვედი, ხო? აქ ახარ. ხო, ეს არის ნორმალური? არა, ესე იგი, იმიტომ მოვიდა, რომ მე რაღაც ამით მითხრა, რა. როგორ ვიქნებ, რა გითხრა ღმერთმა, მრავალი რამე გითხრა, მაგრამ ერთ-ერთი რა გითხრა ღმერთმა, როცა ის თავად მოვიდა ადამიანად. ანუ როდესაც ქალწულ მარიამისაგან მიიღო ჩვენნაირი ბუნება და მისით დაგვენახა. რა გითხრა? განა არ მოქვს ამან ეტალონი ადამიანისა? თითოეული ჩვენთანგანი ხო ხშირად თითოეულ ჩვენთანგანს მეტნაკლებად ხო ყავს გმირები ცხოვრებაში. ხო? ვაჟებს თავისი, გოგონებს თავისი, ხო? ხო და რაღაცნაირად გვინდა რომ აი რაღაც ეტალონია. და ქრისტემ არ მოქვს უმაღლესი ეტალონი ადამიანობის. ესე იგი მე დამენახა ღმერთი იმიტომ, როგორც ადამიანი, რომ მე მას დავინახო როგორია და საბოლოო ჯამში მივბაძო. რატომ მივბაძო? იმიტომ რომ მე მას უნდა მივემსგავსო. რატომ უნდა მივემსგავსო? იმიტომ რომ მე მისი ხატი ვარ. ხშირად ადამიანებს ამ ხომ ესეთი პრობლემა, არიან მოწყენილები. ყოფილხართ მოწყენილი ოდეს. იცით რა მძიმე ცოდვა ესა? ზოგს გონია ცოდვა მაინდამაინც რაღაც ხორციელ დანაშაულს თუ ჩადის ან კრიმინალურს ან რაღაც ესეც. ანუ სხვას ავიწროვებს ხო რაღაცა. მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ძალიან ბევრი თვითონ ცოდვის განმარტება რო არა გვაქვს სწორი, ჩვენ ძალიან ხშირად არის ხომ ბევრი რაღაც არც კი ვიცით რომ ცოდვა. ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა არის მოწყენილობა. ხო ადამიანი გქონდა ვისას უშავ ჩემთვის ვარ მოწყენილი. კი მაგრამ ცოდვის დეფინიცია უნდა იცოდე. ყველა შემთხვევაში ერთი რამეა აუცილებლად გასარკვევი, რომ ცოდვა ის კი არ არის მაინდამაინც რასაც სხვას უშავებ მხოლოდ. არამედ ისიც ცოდვა, რასაც საკუთარ თავს უშავებ. რა არის ცოდვა? როდესაც ღმერთი არის იქ და შენი ცხოვრების წესით მიდიხარ იქ. ეს არის ქრისტიანული განმარტება ცოდვისა, თუ გინდათ ეგ არის და
თუ სხვანაირად განმარტავთ, ეგ სხვა არის, მაგრამ მე გეტყვით, რომ სხვანაირი განმარტება ცოდვის არ არსებობს. ნებისმიერი სხვა განმარტება ეს არის იურიდიული მიდგომა თქვენი ცხოვრებისადმი. იურიდიული, რას აშავებ, რას არ აშავებ საზოგადოების და კანონის წინაშე, ხო სწორია? მაგრამ თუ საზოგადოების წინაშე და კანონის წინაშე არ აშავებ, თანამედროვე ლიბერალური საზოგადოება ხშირად ცოდვის ცნებასაც კი უარყოფს, ცოდვა არ არსებობს. არ არსებობს ცოდვა, ესე ამბობენ, ეს მიდგომა უნდათ დაამკვიდრო. თავარი კანონის წინაშე არ აშავებ. ქრისტიანობაზე ასაუბრობს. შეიძლება აბსოლუტურად მარტო იყო. ისე თქვენ როგორ ვიქოთ, და შეიძლება რომ ადამიანი თქვა, ძირითად დროს ატარებდეს თავში ჩაკეტილი სახში. და შეიძლება რომ არ ცოდავდეს. დეპრესიაში და ისე თქვა დეპრესიაში არ არის და შეიძლება თუ არა ცოდავდეს ადამიანი, თქვა დეპრესიაში არ არის, რომელიც სულ მარტოა ძირითადად. შეიძლება თუ არა ცოდავდეს. ჩართავს ინტერნეტს და ისეთ საშინელებებს უყურებს, რომ თან ფარდები ჩამოფარებულია კარგად, არავინ არ ხედავს. ანუ ადამიანი შეიძლება იყოს მარტო და სულ ცოდვის წუმპეში იყოს. შესაძლოა, ესე იგი იმ წამს ვხვდებით, ხო? რომ აი პატარა ბავშვი ყავს, საკუთარი შვილი, ჯვარის გწერიათ, რომ თქვა ამგვარი რამე იხილოთ და ხო პატარა ბავშვი თქვა 8 წლის, 10 წლის, 12 წლის, არავის არაფერს არ უშავებს. ჯვარი თავისთვის შეიძლება, მაგრამ ერთხელაც შეაღე ჭუჭურტანადან შეიხედე და ეს ბავშვი რაღაც არაჯანსაღად ცხოვრობს, არაჯანსაღად იქცევს, ხო გული გაგისკდება. ხე იმარო დაგიცი დედა მე ჩემი სკოლის ბავშვებს ან საბავშვო ბაღის ბავშვებს არაფერს არ უშავებ. შვილო რას გევხარ არა თუ როგორ იქცე? ხედავ, ცოდვა სულ სხვა რამე. ამიტომ ესე იგი ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტე მოქცა ეტალონი ესეთი უნდა იყო და თუ არ ცდილობ დაინახო რომ მიბაძო და მიბაძო იმიტომ რომ მიემსგავსო უკვე ამითაც ცოდავ, იმიტომ რომ შენ არ გაინტერესებს ის ეტალონი როგორია. ახლა ჩვენ ლაპარაკობთ მიმსგავსებაზე და მიბაძვაზე, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა ჩდება. კი მაგრამ აი ადამიანი იტყვის რომ მამაო ეს ყველაფერი ლამაზია, შევდივართ საუბრობთ, მადლობა თუ ასე შემაქებთ, მაგრამ მე მეტყვი რომ ჭირდება ახლა მე ეს. ჭირდება? არ მოგწვეთ ეგეთი კითხვა თავში. არა ჯერ. აი ხო გაქვს უფლება დასო, კი მაგრამ მამაო ხო გასაგებია ახლა, მაგრამ მე მინდა მოთხოვნილება არა მაქვს რომ ქრისტეს მიუბაძო, მივემსგავსა, დავინტერესდე ყოველივე. არანაირი მოთხოვნილება არ მაქვს. მე ჩაგეკითხები აბა ეს მოთხოვნილება გაქვს. თუ არ გინდა ერთი, მაშინ უნდა გინდოდეს სხვა. და მე ჩამომიწერე რა უნდა ადამიანს, რომელსაც არ უნდა მარადიული სიცოცხლე და ჩამოვწეროთ. თქვენ თორე გული გაგისკდებათ, ისიც და ჩაეყარეთ საკუთარ თავთან, საინტერესოა. თუმცა თქვა იტყვით რომ მე ეს რაღაც არ მინდა. ხო, აბა მაშინ არ გინდა ღმერთი, არ გინდა მარადიული სიცოცხლე, არ გინდა ქრისტეს მიბაძო და მიემსგავსო, მათ ჩამომიწერე რა გინდა. საკუთარ თავში ცხოველს დაინახა. ნუ ცოტა თვითონ განვითარებულს. ნუ აი ესე. ნუ ან დიდ ეგოისტს დაინახა და ასე შემდეგ და შემდეგ. ეხლა უბრალოდ დაფარა გვაქვს. შემდეგ შეხვედრაზე დაფიან აუდიტორიაში იქნება. ანუ ეს თქვენ შეგიძლია თქვენ თვითონ ჩაუტაროთ ეს ცდა საკუთარ თავს. ძალიან საინტერესოა. ფოტოშოპის ერთ-ერთი ნაყოფი წმენისა. არა, ეხლა უბრალოდ მე საშინაო დავალება ხოლმე კონფერენცია ხო არის რა თუ რაღაც ლექცია. ესე იგი ერთ-ერთი ნაყოფი ნამდვილი წმენისა, ეს არის საკუთარი თავის შემეცნება. ადამიანი რომელიც არ იცნობს საკუთარ თავს. მას შეუძლებელია კონდეს ნამდვილი წმენა. ეს კიდე სხვა თემაა. ესე იგი, მოთხოვნილება რომ მას მივემსგავსოთ, ამის მოთხოვნილება უნდა გაჩნდეს. და შემდეგი კითხვა, რომელიც მე უნდა დავსვა. რა შემთხვევაში შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, რომ მას ჭირდება იყოს ქრისტეს მსგავსი? აი არა აქვს მოთხოვნილება და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ, რომ მას გაუჩნდეს ეს მოთხოვნილება. რა შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს მას? რა შემთხვევაში შეიძლება იგი ამას მიხვდეს? აი მე წეგანას გითხარით, შეიძლება ადამიანმა თავის თავში ცხოველი დაინახოს და ეგოისტი. ესე იგი ადამიანი თუ მიხვდება,
რომ არ შეიძლება იცხოვროს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიური ცხოვრება. ეს არ არის იური. იმიტომ რომ კაცობრიობის უდიდესი უმრავლესობა ჰედონიზმით არის დაავადებული. კაცობრიობის ნებისმიერი რეკლამა ახერხ ტელევიზორში. დალია ისიამოვნე. შედი კაზინოში და მთელი ოჯახი დატოვე, მაგრამ ისიამოვნე. ესე იგი ყავის რეკლამა ესეთი რომ სულს გადადება, ოღონდ ეს ყავა დააგება. ეს ყველა არის ეს ყველაფერი სინამდვილეში არის ადამიანის გაბითურება და ამ ყველაფრის უკან იცით ვინ დგას? გასაგებია ხა ბიზნესია სინამდვილეში. ეს არის ამ სოფლის კანონი, რომელიც თითოეულ ადამიანს ექცა ტკივილად, ანუ ვნებად. ვნება ტკივილს ნიშნავს. ანუ ტანჯველად. ამ სოფლის სამი კანონია ესეთი სულ, რომელიც თითოეულ ჩვენთაგას ყოველ ადამიანს ექცა ტკივილად, ტანჯვად, ანუ ვნებად. ეს ამ სამი კანონიდან პირველი ეს არის სიამოვნების მოყვარეობა. თითოეული ადამიანი იბადება აი ამ კანონის ზემოქმედების ქვეშ. ადამიანს ღმერთი ესეთი არ შემოქმნია, მინდა წინასწარ გითხრათ, ეხლა ამ თემასაც ვერ განვავრცობ, ამას წმინდა წერილი და ქრისტიანობა პედაგოგიკა ასწავლის. განა ადამიანი შეიქმნა ისეთი, რომ მას სიამოვნების უნარი ჰქონდა, თავისთავად ცხადია. ამაში კი არ არის ცუდი საქმე. პირიქით, რომ სიამოვნების განცდა არ ქონდეს, ხოდები ხუპეთ. მაშინ ასე ჭამს საჭმელს, არ უნდა იყო და ღეჭო, ჩააგდო, მერე ქიმიური პროცესები, მთელი ფაბრიკა ხარდა და ხო გადავირევი. ეს სიამოვნებას უარ განიცდიდეს ადამიანი, უბრალოდ ხო მედიკები ხართ, ხო ხვდებით რა. მთელი ქარხანა ხარ რა. ესე დაკუცმაცება, ხმები არ დევლება. სასაშინელებაა წარმოიდგინე. მე იქ რა პროცესები მიდის, ჟავა და რა ვიცი და ნუ სუნთქვა აიღე. ეს მაგალითად ხშირად მომყავს ხოლმე, რა არის სუნთქვა? ნეკნები გააფართო, მე შეკუმში. სულ, ხო? დღეში ისვენებ გარკვეული დრო, ამით. ძილის დროს? არა. ესე იგი ეს პირობითი რეფლექსია, უპირობელი რეფლექსია ადამიანს, ხო, სუნთქვის. და სულ არც დილას, არც საღამოს დასვენება არ აქვს. ესე იგი სულ ესე ხარ, როგორი ასატანია წარმოიდგინეთ, ხო? მაგრამ ამას სიამოვნება რო არ ახლდეს, ხო ხვდებით ის თქვა. ანუ სიამოვნება ადამიანისათვის ბუნებრივია და ნორმალურია. სიამოვნებაზე კი არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ სიამოვნება რომ ტანჯვად გექცევა, როცა შენი მიზანი გახდება სიამოვნება და როცა შენი პიროვნება ემონება აი ამ სიამოვნებას და იგონებს ახალ სიამოვნებებს, მაგალითად ნარკოტიკი, თამბაქო, ათასნაირი გარყვნილება, არაბუნებრივი მდგომარეობა, ათასნაირითაც რაღაცნაირად ახალი სიამოვნებები მიიღო, იმიტომ რომ ემონება. ესე იგი თუ ადამიანი მიხვდა რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება, ეს არის პირველი ნაბიჯი რწმენისაკენ. არ შეიძლება. ყოველთვის წარმართველი არის სიამოვნება ადამიანის ცხოვრებაში. აი მაგალითად, მიხვდი სახლში და გაკ ერთ თებში საჭმელი და შენ და შენი შვილი ხართ. მთელი შენი ფიზიოლოგია ამბობს, მე სიამოვნება რო ეს შევჭამ. ერთი სული გაქვს, ეს უკვე ესე იგი ის ქარხანა ჩართულია ის მუშაობის გამოყოფის, უკვე სისტემა ჩართულია, მოკლედ და ერთი სულია გაქვს ნერწვის, მოკლედ ყველაფერი ჩართულია. ანუ სიამოვნება ითხოვს რომ მას ეს მიაწოდო. მაგრამ შერასაკეთებ, როცა ერთი ულუფაა მხოლოდ. შეჭამ თუ შვილს მისცე. რა ჩუმათა ხო? ესე იგი, ხედავთ, ადამიანისათვის თუ ის არის ადამიანი არ შეიძლება სიამოვნება იყოს წარმართველი, სწორია? სიამოვნება არსებობს, მადლობა ღმერთს, მაგრამ არ შეიძლება ის იყოს წარმართველი. ერთხელაც თუ მიხვდები, რომ ფიზიოლოგიური, მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისად ცხოვრება შენთვის არის ღირსების შემლახველი და საშინელებაც კი მხოლოდ როცა ეს არის წარმართველი, შენი ერთი ნაბიჯი გადადგმულია, ესე იგი, ნამდვილი ადამიანობისკენ. ეხლა მეორე.
თქვათ რაღაც ცხოვრებისეულ დომენში ეს პრობლემა არ არის რა. სიამოვნების დაკმაყოფილების ეს პრობლემა არ არის. მაგრამ ადამიანს სხვა შინაგანი სამყაროც აქვს, სულიერი სამყარო. შეიძლება ადამიანი არ დაემონოს ამ ფიზიოლოგიას, იმიტომ რომ ამის დეფიციტი არ არსებობს, კაცმა რო თქვას, მაგრამ არსებობს სხვა რამ, რომელსაც ჩვენ ძალიან ვიცნობთ ამ სიტყვას, წეგანას გითხარით, ეგოიზმი, ხო? ეგოიზმი. ეხლა მოვიყვანო მაგალითები ეგოიზმის. ჩვენი გუშინდელი საქციელები ყველამ გავიხსენოთ. გუშინ წინდელი, იმის წინდელი. ჩვენი შინაგანის რატო ჩავაქრეთ? ჩვენი შინაგანი სამყარო ძალიან ხშირად იკვებება აი ამ უბედურებით, რასაც ეგოიზმით. და ადამიანისათვის ეს საშინლად ეს არის ის, მაგალითად, ოჯახები რატო ინგრევა? ეგოიზმისგან. რატო ჩუბობენ რძალდედამთილი? ეგოიზმისგან. რატო ყვებიან ანეკდოტებს სიდედრზე? ეგოიზმისგან. გესმით, ეგოიზმი არის გზნობა, რომელიც ანგრევს ჩვენს ურთიერთობას და ბედნიერებას, რომელიც შეიძლება ჩვენს ცხვირწინ იყოს. იმათ ხელიდან გვაცხლის. თუ ადამიანი ერთხელაც მიხვდება ამას, არ შეიძლება ეგოიზმით ცხოვრება. ბედნიერი ვერ იქნები. უკეთეს შემთხვევაში გახდები მგელი. და შეიძლება მიხვდე რომ ჯობია იყო ცხვარი ვიდრე მგელი. როგორც გახსოვთ ვედრებაში რო ამბობს ბაჟაფშაველა, ხო? ხო. მას ურჩევნია იყოს ბალახი და ვიდრე ცელი, მას ურჩევნია იყოს ცხვარი ვიდრე მგელი. ვაჟა დიდი სულის კაცია და არათუ მიხვდა ამას, ის ესე ცხოვრობს. ანუ პირველი ნაბიჯი როცა უნდა ადამიანი მიხვდეს რომ მას ჭირდება ქრისტე, არის სწორედ ეს მდგომარეობა. რატომ არის ეს ნაბიჯი იქითკენ რომ მიხვდა რომ ქრისტემ ჭირდება? საქმე იმაშია რომ როგორც კი ადამიანი მიხვდება რომ მისი ღირსებისათვის შემლახველია, მისი ბედნიერების წამრთმევია, რომ ის მხოლოდ ფიზიოლოგიური და ეგოისტური მისწრაფებებით ცდილობს და დაიწყებს მასთან ბრძოლას, აღმოჩნდება რომ გავს ბარონ მიუჰაუზენს, რომელიც ჩავარდა ჭაობში ცხენიანად და თავისი თმით უნდა თავის თავიც ამოიყვანოს და ცხენიც. ყოველგვარ წაკითხული ბავშვობაში ბარონ მიუჰაუზენი. არა? ესე ჩავარდება და მე ყვება, ჩავარდიო და ვიხჩობით მე ჩემი ცხენიანა ჭაობში და მივიხედო კაჩული ისეთი ძალა მქონდაო ხელში რომ დავივლეო თმებზე ხელი და ამოვქაჩე და ფიზიკა ხო გისწავლიათ, შეუძლებელია, ხო გასაგებია, მაგრამ ძალა ქონდა ეგეთი. რატო ვერ ამოიყვანა ბარონ მიუჰაუზენმა საკუთარი თავი და ცხენი, ამ ცხენი და ერთი ფლიანი სისტემა იყო ჭაობიდან. რატო ვერ ამოიყვანა, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ ჭაობი ამ შემთხვევაში ნახეთ, ჭაობი, ცხენი და ბარონი ერთი სისტემა და სისტემა თავის თავს ამ მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანს. ჩაკეტილი სისტემა არ მიდის რაღაცა გაუმჯობესებისკენ. შეუძლებელია ეს. თუ გარედან ჩარევა არ მოხდა. როგორც კი ადამიანი მოინდომებს, რომ საკუთარ თავში გაამარცხოს ჰეგემონი ფიზიოლოგიური და ეგოისტური ცხოვრებისა, იმ წამსვე დგება კახის წინაშე, იმიტომ რომ აღმოაჩენს, ეს არის ერთი ჩაკეტილი სისტემა და ამ ჭაობიდან მას საკუთარი თავის ამოყვანა არ ძალუძს და მერე იწყებს ძიებას აი ამ მდგომარეობიდან გამომხსნელისა, ხსნელის საშუალებისა და საბოლოო ჯამში თუ სწორედ ეძებს სინდისის, იმიტომ სინდისი მას აქვს, როგორც შუქურა, მანათებელი გზისა. საბოლოო ჯამში თუ ამ სინდის სწორედ გამოიყენებს, დადგება წამი, როცა ის მიხვდება, უფალო შენი წყალი. იმიტომ რომ მხოლოდ ქრისტე შეუძლია ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. ახლა რატო და როგორ ეგ სხვა თემაა, მაგრამ მე წინასწარ ამას ინფორმაციას გაძლევ, როგორც ქრისტიანობა ასწავლის და უბრალოდ ახლა ჩვენ ერთ შეხვედრაზე ყველა თემას ვერ ამოვწმოთ. ხედავთ, აი, საიდან დავიწყეთ? რწმენა, ეს არის ღვთისმსახურების აღსრულება. ანუ ქრისტე ვახსენეთ. მე რო აღასრულნა ვიცოდე რა სიტყობს, როგორია, რომ კი მაგრამ მჭირდება ახლა მე გავიგო რა სიტყობს, როგორია მას. არ მჭირდება ესა და აი აღმოაჩენს რა შემთხვევაში შეიძლება დაჭირდეს ადამიანს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა მას შეაწუხებს
თავის თავში ცხოველი. საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ძალიან მოსწრებულად ამბობს, როდის იწყება ქრისტიანული ცხოვრება, როცა ადამიანს საკუთარ პირუტყვობაზე გული აერევა. სანამ ეს მომენტი არ დადგება შენ ცხოვრებაში, ნებისმიერი შენი თუნდაც გარეგნულად ძალიან ისეთი რელიგიური ცხოვრება იქნება თამაში ქრისტიანობის. იმიტომ რომ შენ არ ჭირდება სინამდვილეში მხსნელი, რომელიც არ იხჩობი, არა გაქვს ეს განცდა რომ იხჩობი და ეს მაშველი გოლი რაში გჭირდება. გესმით? აი ეს მომენტია. საერთოდ როდესაც საუბრობთ აი ადამიანი მეტია ვიდრე ფიზიოლოგია, ეგოიზმი, ანუ საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ანუ სიამაყე ადამიანისათვის არაბუნებრივია, იმ წამსე რა თქმა უნდა შემოდის, რა თქმა უნდა ძლიერად შემოდის ღმერთის ცნება, იმიტომ რომ ადამიანს მეტნაკლებად ეს ეჭვები აქვს, ხო, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ეგება მართლაც ადამიანი განვითარებული მაიმუნია და არც მეტი არც ნაკლები და ეგება სიამაყე და ეგოიზმი სინამდვილეს თვითგაგარჩენის ინსტინქტია და მეტი არაფერი და რაღაცებს ვიგონებთ და ანუ ადამიანს აქვს პრობლემა რწმენისა, მაგრამ რასაც ხედავ ეგ არის და რასაც ვერ ვხედავ, ხო? აი აქ მინდა ორი სიტყვა გითხრათ, რომ როცა თქვათ აი ათეიზმის საყრდენი არის აი ეს ხილული ეს ცელი თემაა, ჩვენ ათეიზმზე ძალიან ბევრი ლექციები გვქონდა, ჩვენ მეტნაკლებად ეს ლექციები რამდენად ვარგო და არ ვარგო და ეს სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ საიტზე ეს ლექციები არის და პერიოდულად ჩვენ ამ ლექციებს ამ თემას უბრუნდებით ხოლმე. ეხლა უბრალოდ მე მინდა ესეთი რამ გითხრათ, ესეც თქვენ სააზროვნოთ, რომ მე თქვენ მოგცეთ იმპულსი, რომ წახვიდეთ და იფიქროთ ამ თემაზე, რომ როცა საუბრობენ, რომ რწმენის, ანუ როცა ებრძვიან რწმენას ათეისტები, ხილულ სამყარო მოყავთ არგუმენტად და რაც არის და რაც არ არის არ არის. ჩვენ შეიძლება ესე ვკითხოთ, რომ ჩვენ არ ვიცით, ხმაღლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოფიერება, ანუ ხილულში მეგულისხმობ არა მარტო რასაც თვალით ხედავ, არამედ რასაც თქვათ ხელსაწყოებით აღვიქვა. ხო? ელექტრომაგნიტურ ტალღას მე ვერ ვხედავ, მაგრამ თქვათ თუ მიმღებს ჩავთავ, ის სიგნალს დამიჭერს, ხო? ანუ ყველაფერი რაც ჩემი გზნობის ორგანოებით ან ჩემს მიერ შექმნილი ხელსაწყოებით ფიქსირდება. ფაქტობრივად ჩემს მიერ შექმნილი ხელსაწყო არის ჩემი გზნობის ორგანოების გაგრძელება, რომელიც იქ სხვა დიაპაზონშია და ჩემ დიაპაზონში გადმოყავს. ხო ხდებით რასაც? ხო? ხო ხდებით ხალხო? მაგადამრივ, თორემ აი ადამიანს როგორ მიხვდები, როგორ მოუვლეთ იმას, როგორ უმკურნალეთ. ესე იგი, როდესაც ჩვენ არ ვიცით ეს ყოფიერება, ეს ხილული ყოფიერება როგორ არსებობს. არ ვიცით. მე გულისხმობ როგორ არსებობს, აი როგორ წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს, ხო? ერთ-ერთი უახლესი ჰიპოთეზაა დიდი აფეთქების თეორია, მაგრამ დიდი აფეთქების თეორია თავის თავში უკვე მოიცავს რელიგიურ მუხტს, იმიტომ რომ დიდი აფეთქების თეორია არის მათემატიკური წერტილი, ანუ სივრცე და დრო, მასა და დრო არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს სამყარო. სამყარო არ გაჩნდა აფეთქების შედეგად, რადგან სამყარო არის მასა, დრო და სივრცე, ამიტომ ის წერტილი, რომელიც აფეთქდა, ის არ შეიცავს არც მასას, არც სივრცეს, არც დროს. ეს არის არა გეომეტრიული. სამყაროში არ არსებობს მათემატიკური წერტილი. სამყაროში არსებობს წერტილის რომ დასვავ კალმით, ის არის გეომეტრიული წერტილი. სინამდვილეში უბრალოდ თავის პეტერ დიამეტრი აქვს. მათემატიკური წერტილი არის ცნება, რომელიც რეალურად არ არსებობს, ის იმას არ აქვს, არც სივრცე, არაფერი, გასაგებია, ხო? აი ესეთი წერტილი აფეთქდა. იმიტომ რომ იქ სივრცე, მასა და არაფერი არ არის, ის მერე გაჩნდა. ანუ ფაქტიურად დიდი აფეთქების თეორია მეუბნება, რომ იდეა არსებობს სამყაროში, რომელიც აფეთქდა. ხო გესმით, ეს რელიგიურ მუხტს ატარებს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ჰიპოთეზა მეცნიერული. დღეს ამბობენ, რომ ახალი ჰიპოთეზები იქმნება. ხედავთ მეცნიერებაც როგორ უკავშირდება რწმენას. ზოგიერთ მეცნიერს წამს, რომ ეს თეორიაა სწორი. ზოგიერთ მეცნიერს წამს, რომ ის თეორიაა სწორი და მერტი ამ თეორიის მათემატიკურ დასაბუთებას ცდილობენ. ესე იგი, არ ვიცი ჩვენ სინამდვილეში. რეალურად ეს ხილული სამყარო როგორ არსებობს. მაგრამ არც ის ვიცით თუ რას წარმოადგენს თავისი არსით ეს სამყარო. მე ჩხილებში ჩავწერე შედედებული არის, ეს არის შედედებული ველი, ეს არის აინშტაინის განმარტება.
რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში თქვა ის, რასაც შემდგომში დღევანდელი ფიზიკა კიდევ ადასტურებს, რომ სამყარო შედედებული ველია, სინამდვილეში სიმყარე და ყველაფერი ველია. ფაქტობრივად მე ხშირად ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამ ადგილას ესე, რომ მე-8 საუკუნეში ზუსტად ეს სიტყვები ამ სიტყვებს ამბობს მაქსიმი აღსარებელი. და მსგავს სიტყვებს მე-4 საუკუნეში გრიგოლ ნოსელი. ამიტომ ეინშტეინი აქაც არ არის ორიგინალური ამ შემთხვევაში. ის როგორც ფიზიკოსი ამბობს, მაგრამ ზუსტად იგივეს ამბობს მაქსიმი აღსარებელი მატერიაზე მე-8 საუკუნეში. ველს ახსენებს ზუსტად და აი ამ შემკრევებას და ღმერთის ენერგია შემკრევებს საოცრება. ანუ მე მithქვა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს მატერია არსებობს, მეცნიერება სინამდვილეში ბოლომდე არც ისიც არ როგორ არსებობს და რას წარმოადგენს. ხო ხდება თვითონ ეს სიტყვა რომ შედედებული ველი, რომელსაც თანამედროვე ფიზიკა ადასტურებს, ჩვენთვის გაუგებარია ველი, ანუ არ მაქვს აი ის აგური, რომელთაც აშენებულია ეს სამყარო. ყველაფერი მე ქრება და ჩემთო გადადის სხვა ენერგიაში, ენერგიის ერთი ფორმა მეორე სხვა ენერგიის ფორმაში, ყველაფერი ხელიდან მისყოდება და ასე შემდეგ. ეს რატომ მოვყევი? ეს იმიტომ მოვყევი, რომ თუ რასაც მე ვხედავ, ისიც კი არ ვიცი. როგორ არსებობს და თავისი არსით რას წარმოადგენს, თუ ესეც კი არ ვიცი. რატომ არ შეიძლება დაუშვა, რომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო, ანუ სხვა სამყარო, რომელიც რატომ არის ალოგიკური, რომელიც უფრო მშვენიერი იქნება და უფრო მდგრადი იქნება. რატომ არ შეიძლება? აი, სხვა შედედებული ველის არსებობა, რატომ არის ალოგიკური? მიხვდით კითხვას. ეს რაც არის, რასაც მე ვხედავ, ესეც კი არ ვიცი რა არის და თუ ეს არ ვიცი თავისი არსი, რატო არ შემიძლია დავუშვათ ლოგიკურად, რომ შეიძლება სხვა შედედებული ველი არსებობდეს და ამაზე უფრო მშვენიერი და მდგრადი. მithumetes მორწმუნესათვის წარმოგიდგენიათ, ღმერთმა თუ ეს შექმნა, რატო იმას არ შექმნიდა? რატომ არ შეიძლება მიღმიერი სამყარო არსებობდეს, ხო? ჩვენ რომ ღვთის სასუფეველს უწოდებთ. ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოვლის შემძლე, ამიტომ მას როგორც ამ სამყაროს შექმნა ძალობს, რომლის არც წარმოშობა ვიცი ბოლომდე და არც არსი, მას რა თქმა უნდა ასევე ძალობს უფრო მშვენიერი, უფრო მდგრადი შედედებული ველის არსებობა, რომელსაც მიღმიერი სამყარო ქვია. მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ როდესაც მე შეიძლება გამიჩნდეს კონფლიქტი, რომ ჩემი ვიყო რა ფიზიოლოგია რა მოხდა და ვიყო რა ეგოისტი და აი ჩემი ცხოვრება მიუძღვნა სიამოვნებას, მე შემიძლია ეს ვთქვა, მაგრამ შეგალოცვილო ეგება რასაც ქრისტიანობა მეუბნება, არის სიმართლე. ეგება მართლაც არ ახარს, არც შედედებული ველი ხარ და არც მაიმუნი ხარ და არც ბინძური ეგოისტი ხარ, არამედ სინამდვილეში სხვა რამე ხარ. ხო? ამიტომ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ ხოლმე და მე როცა მაინც ეს წმენის სიო დაუბერავს ჩვენსკენ, მე კიდევ ერთხელ დავაკვირდებით ჩვენ თავს და ესეთი რამე შეიძლება თქვათ რომ აი ფიზიოლოგიური და ეგოისტური არსებობა რატომ არ შეიძლება ჩემთვის და რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი, რომელიც მე საბოლოო ჯამში წმენას დამაკარგინებს. იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე რომ მე ვარ ზნეობრივი და თავისუფალი არსება. ახალი ცნებების შემოვიტანა. ნახეთ წეგანი იყო ფიზიოლოგია და ეგოიზმი. ეხლა ახალი ზნეობრივი და თავისუფალი. ეს ყველაფერი წმენას ეხება. მე დავინახავ რომ მე ვარ ზნეობრივი, თქვენთან არის ვინმე ისეთი ვინ ზნეობრივი არსება არ არის? არის თქვენ შორის ეგეთი? არის. თქვენ შორის არის ვინმე ისეთი ვინც თავისუფალი არსება არ არის? თავისუფლება ხო გესმით, რასაც ვინე იმას ვაკეთებ. იმის შესაძლებლობა. ეს არ არის თავისუფლება, მაგრამ თავისუფლება ამის შესაძლებლობას გაძლევს. უფლებას არ, შესაძლებლობა. და გარდა ამისა, ესე იგი ეს ამ ყველაფერს თუ მიაწებებ მარადისობას, ნახეთ რის წინაშე დგები, შენ აღმოჩნდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე. თუ შენ ხარ ზნეობრივი, კიდევ მინდა განგი რა არის ზნეობრივი? ჩვენ შეგიძლია წარმოედგინოთ ზნეობრივი შკალა. ზნეობის შკალა შეიძლება წარმოედგინოთ. ზნეობა რა არის? ცუდი და კარგი, ხო პირობითად? კეთილი და ბოროტი, ხო? შეიძლება შკალა წარმოიდგინოთ. ზნეობრივი შკალა. აქეთ მაქსიმალური კარგი, აქეთ მაქსიმალური ცუდი. ხო სწორია? ნუ მაქსიმალური ცუდი ცხოველთა სამყაროში რა არის? ღორი. მაქსიმალური კარგი სამყაროში ანგელოზი. შკალა შევქმნით. ეხლა ამას დაამატე თავისუფლება.
ესე იგი რა გამოდი, სადაც გინდა იქ აირჩევ, ხო? გინდა იქითგან წახვალ, წეღარ რა ვთქვი, რა ცხოველი ვთქვი? მე არ მithქვია თქვენ თქვი. აქეთ ანგელოზი. ესე იგი ნახეთ და თუ ამას დაამატებ მარადიულ პერსპექტივას, დგებით თუ არა პასუხისმგებლობის წინაშე ადამიანებთან. კიდევ თუ ახლა ადამიანი თქვენ რომ არა მარადისობა არ არსებობს, დავიწყოთ ისევ თავიდან, რომ ეს სამყარო, ასე გესმით, აქ უკვე თქვენი გულის საძიებელია. იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი ტვინით ფიქრობს, მე წერა ხო დაგანახეთ, ტვინი შეიძლება სხვა რამეს ამბობდეს წმინდანობაზე რო თქვი. რაც ტვინისათვის ლოგიკურია, გულმა არ დაგიდასტურა დამცინეთ ეგრევე. არა მოგივიდოდა შენ ფრთებიო და კიდე შენ ვერაფერს ვერ ასრულებ მან და მითხარით, ხო? ესე ანუ ეს ტეტრისი რო არა, თქო შეჯდება ყველაფერი, ხო? ტვინი და გული ესე არ ჯდება ერთმანეთში. ხედავთ აი, ესეა, ვერ გაექცევით ამ რეალობას. რაც არ უნდა ფეხები აბაკუნოს ათეისტ ამ ფენომენს ვერსად ვერ გაექცევით. ამიტომ გეუბნება არა, გული სხვა რამეს გეუბნება. გული გეუბნება კი, აუ რა მაგარია ღმერთი არსებობს, აბედნიერება წარმოგიდგენიათ ღმერთი რო არის. რა უბედნიერესები ვართ ღმერთი რო არის, წარმოგიდგენთ და ჩვენ რო ადამიანი ხარ, წყილი რო იყო, გინ იყოს ღმერთი შენთვის გინ, აი ადამიანი რო ხარ და ღმერთი რო არ აბედნიერება წარმოგიდგენია. რა სიხარულია. ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს ხო ღმერთი რო არის. და თქვენ რომ მარადისო, თქვენი ახლობლები, თქვენი საყვარელი ადამიანები, თქვენი შვილები რო თქვენთან მარადისობაში ერთ ამაზე დიდი გულს უნდა ტვინი გეუბნება არა კაცო რაღაც მაიმუნი ხარ. გული არ ეთანხმება ეს უცაგა როგორც არ დაეთანხმა. და მეუში ეს გული შედალოცულო. ეგება რას გეუბნება ბოლოს? ბოლო რწმენას განა სიყვარულს ტვინი დაინახავ კაცო. ტვინი პირველ რიგში ეჭვიშა უყვარვარ არა ის. არ ვერ დაიჯერებით უმეტეს 21 საუკუნეში. ამიტომ ესე იგი ჩვენ რადგან ზნეობრივი და თავისუფალი არსებები პლუს მარადიული არსებანი ვარ და რადგან ეს ზნეობა ნიშნავს შკალას, რადგან თავისუფლება ნიშნავს ამ შკალაზე სადაც მინდა მე იქ დავდგები და რადგან მე ამაზე პასუხი მომეთხოვება უпростоრად რადგან მე მარადისობაში გადავდივარ, ესე იგი მე გძნობ რომ პასუხი შეიძლება მომეთხოვოს, იმიტომ რომ იმ წელს ეს შკალა ვინ შექმნა? თავისუფლება ვეღარ მომანიჭა ამ გარეგნულად თითქოს მაიმუნი ხარო, მაგრამ ეს თავისუფლება საიდან? და მე ვდგები პასუხისმგებლობის წინაშე. და აი უყურეთ, მე ხა ცოტა მძიმე სიტყვას გეტყვით. რა თქმა უნდა. მე აქ მძიმე სიტყვას გეტყვით. ახლა მე თვითონ თავისუფლების თემა იმდენად რთულია, ეს ცალკე თემაა და ამას ახლა ვეღარ იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა გაგება თავისუფლებისა და ქრისტიანული გაგება თავისუფლებისა სეკულარულ სამყაროში არ არსებობს. არიციან ეს რა ფენომენია და ამიტომ არ წარმართულ სამყაროში არ იყო. აი წარმართულ სამყაროში მაგალითად იყო ესე რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა არის ბოროტი და რა არის და კეთილი, ადამიანები ყოველთვის იქნებიან კეთილნი. და ქრისტიანობა მას თავდაყირა დააყენა. პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, მე შეიძლება ვიცოდე რა არის კეთილი, მაგრამ ვერ ვაკეთებ მას. იმ ბარონ მიუჰაუზენის მსგავსი სიტუაციაა. ეგ სხვა თემაა. უბრალოდ მე ახლა მძიმე სიტყვა მინდა გითხრა, რადგან არსებობს შკალა ზნეობრივი, რადგან არსებობს თავისუფლება არჩევანის, რადგან მე მარადიული არსება ვარ, ესე იგი რადგან მე შემოდის ჩემში განჩდა პასუხისმგებლობა ვიღაცის წინაშე, ვინც ეს ყველაფერი ესე საოცრად შექმნა და საოცრად ეს ხო ღირსებაა. ეს ზნეობრივი შკალა და თავისუფლება ღირსებაა, იმიტომ რომ მქონდეს თავისუფლება და ეს შკალა არ მქონდეს, ეს გავს გამოსწორებულ ბავშვს, რომელიც აღარ იპარება ღამის კლუბში, როგორ ეს გამოსწორებული ბავშვი ოთახში მიბმულია ჯაჭვით, ეს არ გაიპარება რომ იმიტომ რომ გესმით, ეს შკალა არსებობს, მაგრამ თავისუფლება არ აქვს. ამ პირიქით თავისუფლება აქვს, მაგრამ ეს შკალა არ არის, ხო? აი, როდესაც ეს ორივე უდიდესი ღირსებაა, შენ ღმერთმა მიგიშვა, გენდო, ეს არის ღირსება ადამიანის. როდესაც აი ასეთი სიტუაცია, ასეთი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგები იმის წინაშე, ვინც ეს ყველაფერი შექმნა და ჩემი ღირსება უკვე სასწორზე დევს, მაშინ უკვე მე შეიძლება ვთქვა, რომ მე შეიძლება არასწორი ცხოვრებით ეს დავკარგო. ეს რაღაცა დიდი დავკარგო და დავკარგო პირველ რიგში სწორედ ის, ვინც ეს პასუხისმგებლობა მომანიჭა. დავკარგო მასთან ცოცხალი ურთიერთობა. და ამას ქრისტიანულ ენაზე ძალიან მძიმე სიტყვა ქვია, არ შეგეშინათ, ეხლა უნდა სიტყვა გითხრათ. გითხრათ? ამას ქვია წარწყმედა. აი ჯოჯოხეთი გაგვიგია, მარადული სატანჯველი გაგვიგია და ჩვენი ლიბერალურად განწყობილი გული, როგორ შეიძლება ეს აპროტესტებს? შედავლოცვილო. ამ ღირსებიდან გამომდინარეა ეს. აი ადამიანს უნდა რომ იყოს ღორი.
უკაცრავად. გოჭი. და თქვენ გონიათ არ არსებობს ეგეთი ადამიანი? მე ესეთი იგაური სახე მომყავს ხოლმე. დაქორწინდა ჩვენიერი, თქვენსავით ჩვენიერი ლამაზი გოგონა და ბიჭი, გადასარევი ოჯახი, გადასარევი შვილები, აი ეს ფსალმუნში არის ლამაზი სიტყვები, რომ ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოიარე და შვილი შენი ვითარცა ზეთისხილ ახალ ნერგნის ლამაზად არის ნერგნი ახალ ნერგ ზეთისხლისანი გარემოის ტაბლისა შენ ნახეთ რა ლამაზად არის ხო აი ესეთი ოჯახი ხო აი ესეთი ლამაზი ოჯახი და მე მიხარია და რაღაც 5-6 წელი არ მინახია ეს ოჯახი და მოვინდომე რომ მოვინახულო ჩემთვის ეს საყვარელი ოჯახი და შევედი რას ვხედავ ეს ქმარი ჯერ ესე იგი ტოტალიზატორში ითამაშა მე ცოტა მადამ მოვიდა მე კაზინოში შეყო თავი მე იქ სხვა სიამოვნებებსაც გავუგოგებო ნარკოტიკი და ქალები და 6 წლის თავზე ის აი ესეთი ლამაზად დახატული ოჯახი ჯოჯოხეთად არის ნაქცევი მე კითხვა მიჩნდება ეს ჯოჯოხეთი ვინ შექმნა ამ 3-4-დან ჯოჯოხეთი ვინ შექმნა? ვინ არის ამის ავტორი? ღმერთი? ხედავთ ადამიანს შეუძლია შექმნას ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ წარწყმეტაზე ეს თავისუფლებისა და ლიბერალური და დემოკრატიული და ესეთი განწყობილი გული აპროტესტებს და ღმერთის წინაშე და ჩვენ მეუბნებით რომ მოაპროტესტებთ, იმიტომ რომ ღმერთი არაფერს შუაში არ არის, ღმერთი სიყვარულია. უბრალოდ თავისუფალი არსება ადამიანი ქმნის თავად ან ამას, ან იმას თვითონ და როგორც კი ამის საშუალებას მოусმობს და ამას გავსება ოთახში ჯაჭვით დამულბავს, რომელიც მამიკო კიდევ არ წავსულდა ღამის კლუბში. და ერთი კვირა ბიბული ყავს იქ. როგორ წავა? და რა ღირსებაა ეს რა ფასია იმის ღამის კლუბში ჯობია ღამის კლუბში წავიდეს იქ გათახსირდეს და მე სინანული კონდეს და ადამიანად იქცეს თორე ის ესე ცხოველზე უარესი იქნება თავისუფლება წართული ადამიანს რა ფასია გესმით ამიტომ როცა ჩვენ აი ამ ფენომენს გვთავაზობს სარწმუნოება ზნეობა თავისუფლება და მარადისობა აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა ღმერთის წინაშე ეს გულისხმობს თავისთავად ჩვენში წარწყნედის არსებობას ეს სიტყვა ძველი ქართული სიტყვა რა მარადულ დაღუპვას ნიშნავს სპეციალურად ძველ ქართულად იმიტომ ამბობ რომ ძალიან ცუდად ჟღერს შემაზანზარებელი რატომ მინდა რომ ეს სიტყვა იყოს შემაზანზარებელი იმიტომ რომ აი ამ შემაზანზარებელი სიტყვის ფონზე გასაგები ხდება სანამ გასაგები გახდება მე მინდა კითხო თუ ადამიანი სწორედ აი ამ პრინციპებით ცხოვრობს რომ ის აცნობიერებს რომ არის ზნეობრივი არის თავისუფალი არის მარადიული არსება რომ არის შემოქმედი რომ იგი იწყებს საკუთარ თავში შემოქმედი მუშაობა საკუთარ თავზე ხო გესმით რადგან ეს ყველაფერი გაქვს შკალა თავისუფლება შენ გაგეძლევა უნარი შემოქმედებითად იმუშაო საკუთარ თავზე რომ აღზარდო შენი თავი ანგელოზისკენ ხო ანუ ეს თუ ადამიანი ესე ცხოვრობს ესე ცხოვრებას ქვია თუ არა სიბრძნე თუ იმას ქვია სიბრძნე რომ თელედილა საღამოზე დომინოს ვთამაშობ და ეს ცოლის კმაყოფაზე რო ხარ ხო და სმა და ასე შემდეგ ხო გესმის სიბრძნე ხომ ამას ნიშნავს ესე იგი რადგან სიბრძნე ვახსენეთ ხა ის მიუბრუნდები ისევ იმას აი წარწყნედის რომელიც ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს და ყველა ადამიანი ამას პოტენციურად ატარებს გასაგები ხდება წმინდა წერილის შემდეგ სიტყვები დასაბამი სიბრძნისა ანუ აი სწორე სულიერი ცხოვრებისა სწორე ადამიანური სულიერი ცხოვრება არ ესმით ხოლმე სწორე ადამიანსო გავდო აქ ლაპარაკი სულიერი ცხოვრება არავინ არ ითხოვს თქვენგან რაღაცა ეხლა მონასტერში წადით სულ ყველა არამედ აქ არის ადამიანურ ცხოვრებაზე საუბარი დასაბამი სიბრძნისა ანუ აი სწორი ცხოვრებისა ეს არის წმინდა წერილის სიტყვები არის შიში ღმრთის აი არის თუ არა გასაგები ახლა ეს სიტყვები აი მის ფონზე რას გითხარით შენ რომ იცი რომ შენ შიგნით ატარებ მარადილ წარწყნებას მარადილ დაღუპას იმიტომ რომ შენ თუ აირჩევ ხორის მდგომარეობას და თუ ეს შენი არჩევანი შენი ცხოვრების განმავლობაში საბოლოოდ დაფიქსირდება და ბეჭად დასმული იქნება ხო
ესე იგი ეს ნიშნავს, თუ ეს შესაძლებლობა შენში არის, შენში არსებობს ჯოჯოხეთის შესაძლებლობა. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ჯოჯოხეთის შესაძლებლობა, რომელსაც შენ თვითონ შექმნი, თუ ეს მოინდომე. ამიტომ შენ ამ შენში არსებული შესაძლებლობის უნდა შეგეშინდეს, ეს დაახლოებით იცით რა არის? ესე იგი ჯიბეში რომ გიდევს ყუმბარა, სულ მუდამ, რომელიც შეიძლება უცებ აფეთქდეს. თუ იქ რაღაცა არ მოეკეცი კარგად, გამოაძრობ და შეიძლება აგიფეთქდეს. ამიტომ ის არ დაგავიწყდა, არ ამგონია ყუმბარას ვატარებდეთ და დაგვავიწყდეს. რომელიც ყოველწუთი შეიძლება აფეთქდეს. ეს დამოკლეს მახვილია, რომელიც ჩვენ კისერზე კიდია. ხო იცით ეს იგავი? ეგ სარადიმოს უფრაზე ზის და იმის ზემოთ კისერზე ძიმე მახვილი კიდია, იმ წვრილი იმითი, ბაწრი. ხო და არ ეკეიფება რა. ვერ ნადიმობს, იმიტომ რომ როგორ ინადიმოს, როგორ გაერთოს, როგორ იხარს, როზე ის ყოველ წამს შეიძლება გაწყდეს და თავი მოკვეთოს. ხო სწორია? აი ეს რეალობა არსებობს ჩვენში. იმიტომ რომ როგორც კი მიუშვებ შენში ფიზიოლოგიას და არ უნდა თუ რა? არ უნდა ფიზიოლოგიას მიუშვო. ხო და ხო გამოგიწია ერთი მიმიშვი რა, გეხვეწები რა. ფიზიოლოგია გეხო მიმიშვი რა. მე ვიცი რასაც ვიზა. გესმით, ეს ეგოიზმი კიდე მართავს კაცობრიობას. ამიტომ ამის რეალობას ყოველთვის ვატარებ, ვძულობთ და ამიტომ ადამიანს ამის უნდა ეშინოდეს და ამიტომ არის თუ ადამიანს ქრისტიანობა გეუბნება. ეს შეგიძლიათ მიიღოთ, შეგიძლიათ არ მიიღოთ. ქრისტიანობა გეუბნება. დასაბამი სიბრძნისა არის შეშიხდისა. თუ არ შეგეშინდა, რომ შენ შეიძლება მარადიულ სატანჯველში გადახვიდე, რომელიც მე შემელია ესე დაგიხასიათოთ. ეს დახასიათება, რა თქმა უნდა, სრულად ვერ ასახავს მარადიულ სატანჯველს, მაგრამ ღვთის წინაშე, როგორც ქრისტეს ღმრთელი, ღვთის წინაშე პასუხისმგებლობით გეუბნები. ეს დახასიათება სწორია, მაგრამ იმ რეალობის პატარა ნაწილია. ეს არის მარადიული მარტოობა და უსასრულოდ მზარდი, განავალ გეომეტრიული პროგრესით მზარდი სასო წარკვეთილი. ამის შიში თუ ადამიანს არ გაუჩნდა, ადამიანი არ და ვერ იწყებს სულიერ ცხოვრებას. ადამიანი არ და ვერ ახერხებს აჯობოს თავის თავში ფიზიოლოგიას, ანუ ცხოველს, ეგოიზმს და არ და ვერ ახერხებს და არც აქვს სურვილი მოიძიოს ქრისტე, როგორც მაგალითი საკუთარი პირადი ცხოვრებისა. აი ეს არის. ეხლა რაც შეეხება საერთოდ როცა მარადიულ სატანჯველზე ვიფიქრეთ და ვისაუბრეთ, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ რწმენაზე, ეს ყველაფერი ხო რწმენას ეხება, ანუ თუ ადამიანი რელიგიური ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, ესე იგი მას რწმენა აქვს. აი რწმენის სიმტკიცისათვის, ანუ სიბრძნე ეს არის სწორი ცხოვრება, სწორი რელიგიური ცხოვრება. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ სწორედ ეს მარადისობა შემოდის აი ამ ადამიანის ფენომენში. ადამიანის ანთროპოლოგია მარადისობის გარეშე რო არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ესე იგი უკვე რწმენის ფენომენს ვეხები და სწორედ რწმენის სიმტკიცე რომ გქონდეს, აი არ დავკარგო რწმენა, არ დაკარგო, ესე იგი უნდა გქონდეს შიში, ანუ საღმრთო შიშის საფუძველზეა დაფუძნებული ჭეშმარიტი ქრისტიანული, ანუ სარწმუნოებული ცხოვრება. თუ ადამიანს ეს არ აქვს, ადამიანი როგორც წესი ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ ახერხებს. ამის მაგალითს მე გეუბნები. ჩვენთან ადამიანები მოდიან, რომელსაც ღმერთი წამს გარეგნულად ყველაფერს ასრულებენ. ესე იგი, ათობით სისტემაში ერთიანსაც ვერ დაუწერ ქრისტიანობაში. არაფერი არ შვერის. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ცხოვრებაში არასოდეს არ გამოსდია შიში მარადიული წარწმენისა. ადამიანი ეშინია გაურბის აი ამ რეალობას, რასაც აი ამ შკალაზე ბოლო გოჭუნიასთან დგომა ქვია. გაურბის, არაფერთ არ უნდა ეს. და რატომ? სიამოვნებს გოჭუნიობა. სიამოვნებს. ეხლა მაგალითად, წარმოგიდგენთ ღორმა იცის ლაპარაკი. და კაი, ცხელამინჩი, აკოთებული შავი ტალახი და წევს შიგნით. და გაუვარი. და შეწოხდი ახლა, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი ვარდისფერი ღორი, შენ თვალწინ გაზრდილი იყო, შაშა ზაფხულზე ბებიასთან იყავი, პეტერე ვარდისფერი გოჭი იყო და ახლა კარგად დაბრძენებული ღორია და ეუბნები რომ ბიჭო, რა დაგმართია ესა და საერთოდ როგორ ახარ? ხო არ გინდა წამოგაგანო, თუ ძმა ხარ მაცალე, ეცი რა მაგრათა ვარ. ხო გეტყვის ღორია ამას? რატომ თუ ღორია? ღორი. თქვენ რა ფიქრობთ, თუ ადამიანი არ შეიძლება გახორდეს? არ შეიძლება ადამიანი მგელი გახდეს?
არ შეიძლება ადამიანი კურდღელი გახდეს ვინ ყველას მეშინია. არ შეიძლება ადამიანი ტურა გახდეს? აბა მე ვინ მოგვერევა დროს მაგარი. არ შეიძლება. ყველაფერი ცხოველთა სამყარო ხო თელი წიგნია გადაშლილი ჩვენ წინაშე. ყველაფერი შეიძლება გახდეს. ამიტომ შიშის საძირკველზეა დაფუძნებული ეს ყოველივე ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არა, ეგ სხვა თემა არის. ეგ სხვა თემა. ეგ რა თქმა უნდა, მე ხლა ამ შემთხვევაში უკვე ეგ უბრალოდ იცი რა არის, ყველა სიტყვა, რასაც მე ხა ვამბობ, იმდენი გავრცობებია. არასწორი სულიერი ცხოვრება. არსებობს კიდე არასწორი სულიერი ცხოვრება, რომელიც ადამიანის ნერვოზულ და ფსიქიატრიულ მდგომარეობამდე მიღწევა მიაწევს. იმიტომ რომ და მიზეზი რა არის? იმიტომ რომ არასწორად ესმის რაღაცები. რა თქმა უნდა, იქ რო წერია დასაბამის სიბრძნის არის შიში ღვთის, აქ ლაპარაკია ხშირად ღვთის შიშზე, როცა ეს შიში ღმერთთან ერთად არსებობს. ეს როგორც ცოდვის განცდა, როცა ადამიანი გლოვობს თავის ცოდვებს, აქ ღმერთთან, ანუ ღმერთის გარეშე თუ ადამიანი რჩება ღმერთის გარეშე, ეს შეიძლება გადავიდეს დეპრესიაში, შეიძლება გადავიდეს სასწრაფოთილებაში. ქრისტიანული ცხოვრება ეს არის ცოცხალი ღმერთის ძიება. თუ ღმერთი დაიკარგა ადამიანის ასკეტურ მოღვაწეობაში, დარჩება მარტო ცოდვებთან ბრძოლა და როგორც წესი ადამიანი მარცხდება და შეიძლება ადამიანს იქ საშინელებები დაემართოს. ანუ ეგ კიდე სხვა თემაა. ეს უკვე პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება, რომელსაც გამოცდილი მოძღვარი, როგორც თავად მოსიარული ამ გზაზე და პატარა გამოცდილების მქონე უზიარებს თავის სულიაშვილებს. ეს კიდე სხვა თემაა. ეხლა მე აი აქ ამის მერე რასაც რა თემასაც შევეხები, უკვე ბევრი აღარ დაგვრჩა, დაიღალეთ ხო? ჩვენ რომ საათამდე გვაქვს უკვე მიშლებით? რა, ჩვენ გვაქვს დრო, მაგრამ ბევრი აღარ დაგვრჩა და მე კითხვა პასუხები თუ გექნებათ სურვილი. ეხლა მე რასაც გეტყვით, მე ყველაფერი ამ სიტყვას დავესესხები უდიდეს წმინდანს, რომელსაც მე ყველას ურჩევ. მართალია სამწუხაროდ ის რუსულად არსებობს ეხლა მხოლოდ, მაგრამ არის უკვე მცდელობა რომ ეს ყველაფერი გადმოქართულდეს. ეს არის წმინდანად შერაცხილი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ეს არის უდიდესი მოღვაწე და მამა და რა არის მისი ღირსება აი ამ წმინდანის ჩვენთვის, რომ ადამიანს რომ არაფერი არ ქონდეს, არც ერთი წმინდა მამა, არც ბერძნულად, არც რუსულად, არც ქართულად, არც ქართულად, ყველა უამრავი რამე არსებობს, ხო? ადამიანს არაფერი არ ქონდეს, არც ფიზიკურად არ ქონდეს, არც წაკითხული არ ქონდეს. მაგრამ ქონდეს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის თხუზულებების ეს 5 ტომეული. ეხლა ცოტა მეტი გამოვიდა, იმიტომ რომ მისი გარდაცვალების მერე მე-19 საუკუნის მოღვაწე იყო, ბოლო პერიოდში მოიძიეს მისი კიდე გაბნეული წერილები და უკვე 8 ტომამდე ავიდა. მაგრამ ეს 5 ტომი ძირითადი თქვა. მთელი კონსპექტია აი ამ წმინდა მამებს. აი მარტო ეს რომ ქონდეს მთელი პრაქტიკული ქრისტიანობა რასაც ქვია, აი მე მინდა გასაგებია, აი როგორ დავიწყო, რა გავაკეთო, ყველაფერი. ამიტომ მე ახლა რასაც შევეხები რამდენიმე თემას, საკითხს უფრო სწორედ აი ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს მას დავესესხებ. ესე იგი შიშზე ვსაუბრობ, ღვთის შიშზე. ადამიანი კითხვას სვავს. კი, მაგრამ აი თუ შემეშინდა რაც შენ თქვი, ზუსტად იქიდან გამომდინარეა. ფობია ავადმყოფობაა, რომელიც ქრისტიანობა უნდა გამოგაჯამრთელოს, ხო? როგორ შეიძლება ქრისტიანული ცხოვრება ეტალონი ქრისტია და მიდიხარ ქრისტესკენ და თუ დაავადყოფდი, ესე იგი რაღაც არასწორი. მაგრამ ხედავ როგორი გულია ეს ყველაფერი, გამიჩნდა ის შიში, რომ თქვა არ შეუძლია ოჯახი თქვა და არ გავაჩინე შვილები, იმიტომ რომ შეიძლება 1% არსებობს იმის საფრთხე, რომ ის იმას სწორი მედღიფერი ცხოვრობს, ვერ გაუძლოს და წარიწყოს. აი არა, უკვე ეგეთი საუბარი გამორიცხავს რწმენას, იმიტომ რომ რწმენა არის იქ, სადაც აი ხა მაგალითად თვითონ არასწორი არჩევანი გააკეთა. არა. ესე იგი, ჩვენ ერთი რამე, ესე იგი, მარტო ჩემ პრობლემასთან, აი ჩემს ურთიერთობას თქვენ, ჩემი ურთიერთობა თქვენთან, ჩემი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ჩემი ნებისმიერი ქმედება და მათ შორის ოჯახის შექმნაში მარტო არ ახარ შენს გვერდზე, შენს გულში,
შენს აი მუსულმანებს აქვს ეს ლამაზი სიტყვა ღმერთი კი უფრო მეტად ახლოა შენთან ვიდრე შენი საძილი არტერია რა ლამაზად არის ხო თუმცა ქრისტიანობა კიდევ უფრო სხვა რამეს ამბობს და მართლმადიდებლობა საერთოდ ფენომენალურ რაღაცას ამბობს მართლმადიდებლობა ამბობს რომ არც ერთი ადამიანი დედამიწაზე რაც დაწყებული ადამიანიდან ყველა ვინც კი სადაც არ უნდა იყოს ამაზონის ჯუნგლები იქნება თუ ის სადაც არ უნდა იყოს ყველა ადამიანი ვინც კი იბადება ამ ქვეყანაზე არც ერთი ადამიანი არ იბადება ღმერთის არა რას გულისხმობ ყველა ადამიანთან ერთად არის ღმერთის მადლი ანუ არც ერთი ადამიანი მიტოვებული არ არის ღმერთისგან არავინ ამიტომ მით უმეტეს ქრისტიანი რომელიც გაცნობიერებულად ღვთის ერთგულებას ცდილობს არასოდეს მარტო არ არის არ დაგტოვებს არასოდეს არა დაგაგდო და არა დაგიტეო შენ ეს პავლე მოციქული იხსენებს უფლის ამ სიტყვებს თავის წერილებში არა დაგაგდო და არა დაგიტეო შენ მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდო შენ დაუთმე უფალსა ნებისმიერი განსაცდელის დროს განსაცდელია ჩიხია დაუთმე უფალს დაუთმე და ყოველი განსაცდელი იმ ზიაღმავა სპირალის ახალი ხვეულაა კიდე რომელიც ზემოთ აგიყვანს ამიტომ ქრისტიანი ცხოვრობს ყოველთვის ერთი ღერით მარ დავარდება ღვთის განგების გარეშე ამიტომ შენ მაქსიმალურად შენი აკეთე მაქსიმალურად დანარჩენი უფალს მიადე და როგორც წესი ყველაფერი ეს კარგად სრულდება და აი როდესაც ჩვენ საუბრობ შიშზე ფობია რა თქმა უნდა რა ჯანსაღია აი რა შემთხვევაშია ეს შიში საღვთო შიში რა ნაყოფი გამოაქვს საღვთო შიშს და წმინდა ეგნატე პირდაპირ ამბობს ნამდვილი შიში ანუ ღვთის შიში მაშინ არის როცა მას ნაყოფად გამოაქვს სიტყვა რომელიც გაგვიგია, მაგრამ რომელიც ბოლომდე არავინ არ იცის რა არის. ეს სიტყვა არის სინანული. სინანული არის ნაყოფი, ყველაზე მთავარი ნაყოფი საღვთო შიშისა. და შემდეგ წმინდა ეგნატე ამბობს, რომ სინანული რწმენასთან ერთად არის თვისება და არა მარტო თვისება, არამედ შესაძლებლობა ადამიანის დაცემული ბუნებისა. აი და მარკოს მახარებელი პირველი თავი ესეთ რამეს ამბობს შეინანეთ და გწმენინ სახარება ეს ქრისტეს სიტყვებია შეინანეთ და შეინანე გწმენი და სახარება ანუ ქრისტეს სიტყვა ანუ თავად ქრისტე ანუ ეს სამი რამ ერთად არის სინანული რწმენა ქრისტესი ესე იგი აი მე წეგანას გითხარით რწმენაზე რწმენის გარეშე ადამიანის ბუნებას ის როგორებით ჩვენ ვართ ეს არის დაცემული ბუნება ეხლა ეს რას ნიშნავს კიდე სხვა თემაა ადამიანთან მემკვიდრეობით რაც მივიღეთ ადამიანს არ შეუძლია რწმენის გარეშე ის რაცა უნდა ათეისტი იყოს რწმენის გარეშე ის მოკვდება და სინანული არის ნაყოფი მისი სწორი ცხოვრების რწმენა ყველას აქვს ხოლო თუ პლუს გაქვს ისე კაცმა რო თქვას სინანულზე შეიძლება ასე თქვას რომ სინანულიც გარკვეულად ბუნებითი თვისება ადამიანისათვის ათეისტისაც იმიტომ რომ სინდისი ყველაში მუშაობს თუმცა ქრისტიანული სინანული და უბრალოდ სინდისის ქეჯნა სულ სხვადასხვა რაღაცაა სინდისის ქეჯნა კიდევ მეორე არის სულ სხვა რაღაცა ესე ვთქვა ეს არის ზიაღმავალი საფეხური სინანული რომლის ბოლო საფეხური არის ზეცაში და პირველი საფეხური არის სინდისის ქეჯნა და ბოლო საფეხურს თვალს ვერ აწვდენ გესმით ამიტომ პირველი საფეხური ყველას აქვს ყველა ადამიანს ნუ ცოტა მოიმატებს მასში ადამიანობა ცოტა შემდეგი საფეხური ექნება და აი რაც შეეხება რწმენას ასევე წმინდა ეგნატე ამბობს წეგანას ნახეთ ხო თქვენ ლოგიკურად იფიქრეთ რომ დიახაც შეიძლება გასუგახსენებთ აი ამ შემთხვევას დიახაც რატომაც არა ესე იგი თუ მამა თეოდორე ყველა მცნებას ასრულებს კაცმა რო თქვას ჩვენ ხო მამა თეოდორე არ გაგვიჭერია ჯერ და ეგ მართლაც აქვს ფრთების ჩანასახი იქ სადღაც ხო ანუ მაგრამ როგორც კი გულს კითხეთ გულმა პროტესტი განაცხადა რას ამბობ მამაო ხო შეუძლებელია რომ წასრულებდა შენ წმინდა ანუ ეს სიგიჟია ხო აი იმ წამსვე ანუ ნახეთ რწმენა ისეთ ცოდნას აძლევს ადამიანს ანუ მე რატო გითხარით ეს მაგალითად რატო მოვიყვანე რაღაცის შემეცნებისათვის მარტო ინტელექტი საკმარისი არ არის ხო ხვდები არ არის ამ მაგალითად ეგეთ მაგალითად უამრავი ანუ მარტო ინტელექტი რომელიც არის კომპიუტერი რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს ეს არ არის საკმარისი იმისათვის რომ შენ მაქსიმალური ცოდნა მოიპოვო სამყაროს შესახებ არათუ სამყაროს შესახებ ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ხო მოვიდა კაცი გეუბნება იცით მე შეყვარებული ვარ რებს ლაპარაკობს რა სიყვარული რის სიყვარული და ასცინით იმიტომ რომ არ გამოგიცდიათ სიყვარული
და ვისაც გამოუცდია ის ხო რატომაც არა შეიძლება იყოს შეყვარებული ხო ანუ ეს არის რაღაც სხვა ფენომენი ხო ამიტომ ამ შემთხვევაში რწმენა რაღაც სხვა ცოდნას იძლევა რომელიც მარტო ინტელექტით არ მოიპოვება და მე მინდა ესეთი და ცოდნა საერთოდ რწმენა იძლევა სხვა ცოდნას და ცოდნა პირველ რიგში ცოდნას ჭეშმარიტებისა სხვადასხვა ცოდნა სხვა არის საგანთა ცოდნა საგანთა აი თქვა რაღაცა ვიცი საგანთა ცოდნა რაღაცა ვის შევამოწმე გავზომე და სხვა არის ჭეშმარიტების ცოდნა და ესეთი ცოდნა ჭეშმარიტების ასეთი ცოდნა ეს ცოდნა ფაქტურად თავად სიცოცხლეა ამ შემთხვევაში ცოდნა და მარადიული სიცოცხლეს გულისხმობ ცოდნა და მარადიული სიცოცხლე საღვთისმეტყველო სინონიმებია და ეს არის წმინდა წერილის სიტყვები მე იონეს სახარებიდან წაკითხავ რომ საუკუნო სიცოცხლე აი მარადიული სიცოცხლე იგივეა რაც იცოდე ანუ მარადიული საუკუნო სიცოცხლეა იცოდე ანუ იცნობდე იგივეა იცოდე ჭეშმარიტი ღმერთი და რომელიც მან მოავლინა იესო ქრისტე ანუ რა არის მარადიული სიცოცხლე იცოდე ღმერთი და ის რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი ხედავთ აი როგორ არის გადანასკვლია ცოდნა ცნობა ანუ ურთიერთობა არსი პიროვნული სიცოცხლე გესმით მარადიული სიცოცხლე ეს ყველაფერი როგორ არის ერთმანეთთან კავშირში იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ ძალიან გამარტივებული გვაქვს გონება არის ეს ექიმებიც ეთვლით ხო და გული არის ეს ტუმბო აქ რო დგას და ქრისტიანული ანთროპოლოგია გეუბნება რომ ეს არ არის გონება ეს არის განჯის უნარი ეს არის სისხლის მიმოქცევის ორგანო მაგრამ ადამიანს გარდა ხორცის აქვს სული ორი არცისაგან შედგება ადამიანი სულისა და ხორცისაგან სულს აქვს თავისი გონება და თუ ეს გონება არის დამაკავშირებელი გარე სამყაროსთან სულის გონიერი ნაწილი არის დამაკავშირებელი ღმერთთან თუ ეს გონება არის გაძლევს უნარს რომ დაინახო თვალის საშუალებით ეს სამყარო სულის გონიერი ნაწილი არის თვალი რომელიც ხედავს ღმერთს ესმით აი ესია და ამიტომ ადამიანი გაცილებით უფრო რთულია ვიდრე უბრალოდ მას რომ გააჭრიდა რასაც დაინახავ რომ ეს იყოს ეხლა რაც შეეხება სინანულს რომელიც არის ნაყოფი ღვთის შიშისა აი რადგან სინანული არის ნაყოფი რელის ღვთის შიშისა და ანუ აქედან გამომდინარე იგი რწმენასთან ერთად არსებობს და რწმენის ნაყოფიც არის და რელიგიური და რწმენა კიდე იძლევა ცოდნას ღმერთთან ურთიერთობისა და ღმერთი რადგან არის ჩვენთან ურთიერთობა ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ხდება მისი ენერგიების საღვთო ენერგიების საშუალებით და ქართულად საღვთო ენერგიებს ქვია მადლი ეს ლამაზი სიტყვა ხო ამიტომ შეიძლება ასე ითქვას და წმინდა იგნატე ასე ამბობს რომ სინანული ესეთი სინანული ადამიანს განაცდევინებს მადლს განაცდევინებს და იქვე შენიშვნას ამბობს აკეთებს ესეც რომ ეს უცხოა ჩვენერი დაცემული ადამიანის ბუნებისათვის ანუ რა ნიშნავს უცხოა იმიტომ რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ბედნიერებისათვის უბრალოდ ადამიანი ბედნიერებისათვის არის გაჩენილი და ის ეძებს ბედნიერების წყაროს რომელიც სიხარულში ვლინდება რაღაც განცდებში ხო ასე შემდეგ მაგრამ ადამიანი რომელიც მოწყვეტილია საღვთო რეალობას ამ ბედნიერების მისწრაფებას ბედნიერებისაკენ ისწრაფის და ამ გზნობის დაკმაყოფილებას ცდილობს მიწიერ სამყაროში მათ შორის უკანონო სიამოვნებაში როგორც არის ნარკოტიკი აზარტი ღალატი და ასე შემდეგ თათოდ მიწიერ ბედნიერებაში ფულის დაგროვებაში ძალაუფლებისაკენ სწრაფვაში მომხოჭოლობაში პატივმოყვარეობაში ხო აი ამაში ეძებს ადამიანი ბედნიერებას რა თქმა უნდა ცდება მაგრამ როგორც კი ადამიანს დაეწყება ის სინანული რომელიც საბოლოო ჯამში ნაყოფია შიშისა მე რწმენისა გაცოცხლებული რწმენისა უცებ ადამიანი იგზნობს ვაი აი აქ იწყება გაცოცხლება რწმენის ვაი რაღაცა ბიჭო რა სიხარულია რა ბედნიერების განცდა მოგესა ეს რა არის რაღაც სხვადასხვა დავინახე სამყარო აუ როგორ ჩავისუნთქე როგორ ცხოვრებაში არ ჩამესუნთქია როგორ დავინახე როგორ ცხოვრებაში არ დამინახია რა ხდება და ადამიანისათვის გაჩნდება სიხარულის ბედნიერების სიკეთის მანამდე გამოუცდელი წყარო რომელიც აქამდე უცხო იყო და ესე დროს ადამიანს აქვს
შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობის. აი ესეთი ფსალმუნის 50 ფსალმუნი ყველას გაიგეთ, ესეთი სიტყვებია სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხოს. სინანული, აი ეს მდგომარეობა, რომ როდესაც შენ ნანობ, აი შკალაზე რომ ჭიდაობ, იბძვი და ეს ყველაფერი გაგიცოცხლა იმ ნამდვილმა რწმენამ ღვთისშიშმა და არის ბრძოლა და არ გამოდის. არ გამოდის, ვერ მოიყვანე შენი თავი ამ ჯოჯოხეთიდან და ამ დროს უფალო შემიწყალე არ გამომდის, მინდა ებრძოლო ჩემში ცხოველი ვერ დავამარცხე. მაგალითად, მინდოდა აღარ მომეწია მოუწია, მინდოდა არ შემეგინები და შევიგინე. სახში მინდოდა რომ მივსულიყავი არ მეჯაჯღანა, ცოლშილისთვის მაინც ვიჯაჯღარნე. მე აღარ მინდოდა ვიჭორავე, აღარ მინდოდა იმ გამოსადებილებელი სერიალისთვის მეყურებინა და რომ მოიდა 8 საათი გული ამით ჩქოლდა ისევ ჩავრთე. არ მინდა, ვერ ვახერხებ. შემიწყალე, ჩემი ძალებით ვერ ვერევია უბედურებას. და აი, როგორც კი ადამიანი, აი ამგვარად დაინდაბლებს თავს ღმერთის წინაშე, არ ადამიანის წინაშე, ღმერთის იმ წამსვე სული შემოსული, გული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს. გაიხსენეთ მეზვერე და ჯვარცმული ავაზაკი. ჩაჭიდა. ჩემი ხელია უფლის არ გეგმოს. ჩაჭიდა და იმ წამსვე გესმით, თქვენ გესმით სიტყვები მომაკვდავ ადამიანს, როცა ესმის დღეს ჩემთან იქნები 60-ში. როცა ეს ღმერთი, ეს სიტყვები არ არის, ჯერ ადამიანის სიტყვა არ არის, რომ რაღაც ყური ბარაბანს მოხვდეს და სულში აღწევს. წარმოგიდგენია, როცა ქრისტე ამ სიტყვებს ეტყოდა, რა მოხდებოდა? მისთვის ეს ჯვარზე ყოფნა იქნებოდა უკვე 60. უკვე, იმიტომ რომ მისმა სულმა გაიხარა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ცხონება, რა არის ცხონება? ეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და აი, როდესაც აი ესე საუბრობს, მე ისევ რწმენას მიადგება და წმინდა ეგნატეს მოყავს წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები. სხვათა შორის ეს არის ძალიან დიდი წმინდანი. ის ხედავდა ღმერთს თავის ენერგიებში, როგორც სინათლეს. მას თავის დროზე დასინოდა, გამოგვიჩნდა ახალი ღვთისმეტყველიო. ეკლესია იცნობდა ორ ღვთისმეტყველს. ივანე ღვთისმეტყველს, ეს უსაყვარლესი მოციქული ქრისტესი და გრიგოლ ღვთისმეტყველს, ბასილ დიდის მეგობარს. ეკლესიას სხვისთვის ეს წოდება არ მიუნიჭებია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ადამიანს ეძახდნენ ღვთისმეტყველს, უწოდებდნენ უпростоრად ღვთისმეტყველს მისი ძალიან ამაღლებული სულიერებისა და ქადაგების გამო, მაგრამ ეკლესიამ საბოლოო ჯამში ესე ბუნებრივად ხდება ეს. ეკლესია ხელოვნურად არაფერს არ აკეთებს, ის რაც არის ზღვარო თავის წამენს და ამ ორ ადამიანს დარჩა ეს ისა და დანარჩენებს, ვისაც ეუბნებოდნენ მართლა, არავის არ დარჩა. და ამას იოანეს სვიმონს გამოგვირდაო რა ახალი ღვთისმეტყველიო. თითქოს დასცინოდნენ და საბოლოო ჯამში ეკლესიამ წმინდანათაც შერაცხა და ეს სახელის დარჩა. ეს საოცარი წმინდანია და ის ამბობს ესეთ რამეს, რომ რწმენა ღმერთის ნიჭია. და აქ ამბობს ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო. რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მიიღებს თუ ისურვა. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ღმერთს ხედავდა მის ღვთაებრივ ენერგიებში. მისთვის ღმერთს ის აი როგორც მე შენ გელაპარაკები, აი ესე ხედავდა ღმერთს როგორ დაინახავ? ღმერთი ხო სულია, ანუ შეუძლია, როცა მზის სინათლეს ხედავ, შენ ჩათვალე რომ მზეს ხედავ, თუმცა მზეს ხელს ვერ ადებ. ხო? აი ამგვარი რამეა. საღვთო ენერგიებს, რომელიც თავად ღმერთია, თავის ენერგიებში, აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება წაკითხული ხო გაქვს? როცა ლოცულობს, რომ ეს იგივე წმინდა სერაფიმე საროველი გამახსენდა, ხო? ბევრი წმინდანია, რომლებიც ხედავენ ღმერთს თაბორის მთაზე ფერისცვალების დღესასწაული როცა ხდება, როცა ქრისტეს ადამიანური ბუნებიდან ეს ღვთაებრივი ენერგია რო გამოდის და მოციქულები დაინახავენ, ხო? აი ამაზეა საუბარი და გესმით როგორი ავტორიტეტულია მისი სიტყვა, ის პირდაპირ ამბობს. რწმენა ნიჭია და ყველა მიიღებს ამას. თავარია შენ ისურო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ წმინდა ეგნატე ამას მერე ლოგიკურად ასაბუთებს. ჯერ საერთოდ რწმენაზე არსებობს ის ამბობს, რომ არსებობს რწმენა ბუნებითი. ანუ რომელიც ყველას შეიძლება გქონდეს, რაც არ გითხარი. თუ ადამიანი არსებობს, არაკაცო არ არსებობს, იცოდეთ, მას არ უნდა.
არ უნდა, სხვა მიზეზი არ არის. არ გეგონოთ რომ ხაწყალი არ უნდა. ამას თავის მიზეზი აქვს რატო არ უნდა. თქვენ გონიათ აი მაგალითად თუ შენ ქვეცნობიერი ხო იცით რა თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ ის შინაგანი სამყარო რომელიც სინამდვილეში შენ გმართავს, ხო? ესე არ არის? ანუ თავარი რა არის ოპერატიული მეხსიერება თუ ის შინაგანი თავარი? ჰა? ის ვინჩესტერი რომელიც იქ აგა. ანუ ის არის ძირითადი. ეხლა თელი ქრისტიანული ასკეტიკა ამაზეა აგებული. ქრისტიანობა გეუბნება რომ შენ ის კი არ ახარ ჩემო კარგო, გარდან იღები რო გიკეთია. აი მამა თეოდორე ახლა აბა ღვთის სიტყვას ქადაგებს და ბედნიერია იმით რომ ღმერთის სიტყვა ბავშვებს ესმის. გული ეუნება აბა ხა ტაშ დაგიკრავენ, აბა რო იტყვენ ამაგრა ეთქვა, რომელია სინამდვილეში? სად არის მამა თეოდორე რომელიც უანგაროთ ამბობს რომ უფალო მემინა შენი სიტყვა გავცელდეს თუ ის გული რომელიც შეიძლება ეუნებოდეს რომ აი შენ გამოჩნდები რაღაც რომ აი ეს ნახე აღე ამდენ ხანი გისმენენ რომელია ნამდვილი და ქრისტიანობა გეუბნება რომ კარგად დააკვირდი შენს გულს და აი რომელიც გულში გაქვს ის არის ნამდვილი ის არის ნამდვილი გიორგი ის არის ნამდვილი ლუკა ის არის ნამდვილი ნანა ის არის ნამდვილი თეოდორე და არა ის ნიღაბი სახიობობა რო გვიწევს ყოველთვის ეს ქვეცნობიერის გამოკვლევა 2000 სლოვანი პრაქტიკა აქვს ეკლესიას ამის. აი, გაგიგიათ რომ თუ მოძღვარი გამოცდილია ის ფსიქოლოგს არ ჩამოუვარდება. მოძღვრის თავარი დანიშნულება იცით რა არის? ეხლა გასაგებია თუ კაცი ის სერიული მკვლელია, პირველ რიგში ეთქოს ხალხი აღარ დახოცო. ხო, შეინანე. მაგრამ მე თუ ადამიანი უკვე ეკლესიურად ცხოვრობს და რა გარეგნულ ცოდებს აღარ ჩადის, მე მოძღვრის დანიშნულება იცით რა არის? აი ამ ადამიანს ასწავლოს და დაანახოს საკუთარი ქვეცნობიერი როგორ დაინახოს. ანუ თავისი ნამდვილი სარკეში ჩაახტოს. ის კი არ ახარის რაღაც ფასადურად რომ იღიმები და აკეთებ და მიმიკები და არა შიგნით. რისკენ ისწრაფი შენი გული, რითი უნდა იბედნიეროს, რითი უნდა იხაროს და რა მისწრაფებები აქვს. რომელსაც ხო რაღაც გარემოებების გამო ეს არის. ამიტომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ღმერთი არ მწამს, მას არ უნდა. იცით რატო? აი შკალაზე თლად გოჭუნიასთან თუ არა სადღაც ახლო ყოფნა შეამოვნებს და ის ქვეცნობიერი ეუბნება კი, მაგრამ ღმერთი რო არის და თუ არის, ხო, შენი შკალაში ბოლო იქ ერთეულებში გოჭუნიობასთან ახლო ყოფნა არ გამოგადგება. და არა მაგას გოჭუნიობა უნდა. რაჯობია ტალახსწოლას და ხრუტოსთან თუ გვერდზეს მხანე. ეს ამიტომ და ის რომ ხვალე მას საშობაო დაკლავენ და შეწვავენ, მას ეს ნაკლებად არ უნდა ამაზე ფიქრი. ადამიანს არ უნდა პასუხისგებლობა. მე მინდა ვიცხოვრო როგორც ცხოველმა ვიცხოვრო, რა ვიცი რა საქმეა და პასუხი მომთხოვო ხა ჩემ ცხოველობაზე არ მინდა. ამიტომ არ არის ღმერთი და ბიბლიაში ესეც სიტყვები. თქვა უგუნურმა, გულსა შინა თვისა, არ არისო ღმერთი. ეს სიტყვა უგუნური ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაჩვენებს ორიგინალურ არს. შინარს. ორიგინალში, ებრაულ ორიგინალში, იგზის სიტყვა, რომელიც ნიშნავს სისულე, უგუნურობა ხო სისულელია, სისულელეს გამომდინარე უზნეობიდან. ამიტომ ჩვენ შეიძლება ესეთ აღვნიშნოთ, უზნეობიდან გამომდინარე სულელი ამბობს, რომ ღმერთი არა. ხედავთ საფუძველი სად არის. ამიტომ ადამიანს ვისაც სულს ყველას აქვს ეს წმენა, აი ეს ბუნებითი წმენა, რომ არის ღმერთი. მთელი ჩემი შინაგანი სამყარო ამას მიდასტურებს. აი ეს ერთი. მეორე რწმენა, ეს არის ქმედითი რწმენა. ანუ ის კი არა რომ მე მწამს და ხო აბა შიში და სინდისი და რა ვიცი პაწუხი. როცა უკვე შენ აქტიურ ქმედებაზე გადადიხარ და ცდილობ ქრისტეს უერთგულო მის ცნებების აღსრულებაში. ქრისტე ამბობს მე იმას წამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებ. ანუ ქრისტეს მოწაფეობას რომ ცდილობ. აი ეს არის უკვე ქმედითი რწმენა და არის მესამე ტიპის რწმენა. ეს არის უკვე ცოცხალი რწმენა, როცა ადამიანში ძალომად იღვრება სულიწმინდის მადი, ანუ საღვთო ენერგია და როცა ადამიანის გული თავად ხდება წყარო ამ მადლისა. თითქოს ადამიანი აკუმულატორებით იმუხტება და თავად გასცემს. ამას ქრისტე ხაზგასმით ამბობს. ქრისტე პირდაპირ ამბობს. ჩემი მორწმუნე სწორედ ეს არის. ვის გულშიც ფეთქავს ცოცხალი მაცოცხლებელი წყარო, ანუ სულიწმინდაზე საუბრობს, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ. და მე წმინდანები ამბობდნენ, რომ ესეთი ადამიანის გარშემო ათასები გადარჩებიან, იმიტომ რომ ამასეთი ადამიანის საშუალებით მრავალი ადამიანი ხედავს უკვე ცოცხალ ღმერთს. გესმით? აი ეს უკვე ცოცხალი რწმენა, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ქრისტე პირდაპირ ამბობს. ჩემ მორწმუნეს
გულში ეს ცოცხალი წყაროები დგას. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღმერთს მუდამ განიცდიდეს თავის სულის გონიერ ნაწილში, რომელსაც ჩვენ გულს ვეძახით, აქ საუბარი არ არის ანატომიურ გულზე. და კიდევ ერთი ნიუანსია, რითაც დასტურდება ის, რომ თუ ისურვა თუ არ ისურვა. აი ნახეთ როგორ ამბობს წმინდა იგნატე. აი როგორც ადამიანს შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ. ხო შეგიძლია ადამიანს ვენდო ან არ ვენდო. ხოლო თუ დაუშავეთ რამე ადამიანს, შეგვიძლია მის წინაშე შევინანოთ ან არ შევინანოთ, ხო? ასევე შეიძლება ღმერთი ვირწმუნოთ ან არ ვირწმუნოთ და მის წინაშე შევინანოთ ან არ შევინანოთ. ესე იგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ქრისტიანობა იწყება მაშინ, როცა ირწმუნებ ისე როგორც ენდობი, მე შემიძლია არ გენდო, ხო? აი გამიღიმე, თქვენ ბიზნეს პარტნიორები ვარ და ვიწყებთ საქმიანობას. ან თანამშრომელს იღებ, ან თხოვდები. სულ სამი თვეა იცნობ. რა, იცი ვინ არის? იცი ვინ არის? 20 წელი შეიძლება ცოცხლარი ცხოვრობდეს და ერთმანეთი არ იცოდნენ. ენდობი, ესეა? ენდობი. შეგვიძლია არ ენდო, შეგვიძლია ენდო, ხო? და თუ რამე დააშავე მის წინაშე, თვალის ყველგან გაგექცა. მერე გულში ნანო, რომ რაღაცა მოიქეცი კარგად. ესევია, ღმერთი ცოცხალია. ან ირწმუნებ მისას, ან არ ირწმუნებ. და თუ ირწმუნებ, აღმოაჩენ რომ შენ აშავებ და თან ძალიან მწარეთ აშავებ. კაცმა იცი როგორ აშავებ, მე გეტყვით. ეგონ ეხლა ამის განმარტებას ნუ მომთხოვთ, იმიტომ რომ ეს კიდევ მთელი ცალკე თემაა. თითოეული ჩვენთაგან ისე აშავებს, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით ქრისტეს დროს, შეიძლება ვერ გვეცნო ქრისტე. იცნობდი შენ ქრისტეს, იმ დროს დავადებული ხარ. იცნობდი რომ ეს ქრისტეა. რამდენმა ადამიანმა იცნო ქრისტე. როცა ის ჯვარზე კვდებოდა, რამდენმა მამაკაცმა იცნო ქრისტე. მოწაფეთა შორის. ივანე. შენ იცნობდი ქრისტეს. და ვინც ვერ იცნო, რატო ვერ იცნო? რატო შეეშინდა პეტრეს? რატო თქვა პეტრემ, როცა მას დაკითხავდნენ ღვთისმშობლის ბაღში, რომ მე მაგ კაცს არ ვიცნობ. გესმით რა ძნელია ქრისტე იცნო? და თუ ვერ იცნობდი, სად იქნებოდი? ან დამალული, ან იმდროინდელი საზოგადოების ზედა ფენის მიერ ეგზალტირებულ ბრბოდ გადაქცეული ჯვარსაცუ ეგე, იმიტომ რომ მტერია ისრაელის. გესმით? თითოეული ჩვენთაგანი რა პოტენციალს ატარებს. და ეს უნდა დაინახო შენ თავში. მე გეტყვით, ჩემ გამოცდილებ, მე ჩემ თავზე გეუბნები, მე ჩემი გული ორიდან ერთი იქნება. ან საკურთხეველი, წმინდა ტაძრის წმინდა საკურთხეველი, საიდანაც ლოცვა შეიწირება ღმერთისადმი. ან გოლგოთა, სადაც მე ქრისტეს ან ჩემი ხელებით ვკლავ, ან დგავარ ყვირი ჯვარსაცუ, ან უბადრუკი მსაჯული პილატესავით ხელების დამებანია ჩემი რა ბრალიაო, ან ზოგიერთი მოციქულით დაუმალულ ვარ. ან ყველა შემთხვევაში ჩემ გულში ან ქრისტეს, ან წმინდა საკურთხეველს უშენებ, ან გოლგოთას და ჩემ და სამარცხვინოდ მე უნდა როგორც აღსარება გითხრათ, მრავალგზის ჩემ გულში უფლისათვის გოლგოთა აღმიმართავს. და ეს იმიტომ, რომ მრავალგზის ვერ მიცუნია ქრისტე. ნუ გონიათ, რომ ადვილია ქრისტე გეცნოთ მის დროს რომ დაბადებული ხარ. ეს ძალიან რთული. ჯვარს იმიტომ ვატარებთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს სიმართლე, აბსოლუტური სიმართლე და აბსოლუტური სიყვარული, როცა თავის ძალმოსილებას არ ავლენს, მის გვერდზე დგომა ძალიან რთული. ასე რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დამნაშავენი ვართ ღვთის წინაშე. ამიტომ დამნაშავენი რა ფორმით? იმ ფორმით რომ დაკარგე და ის საშინელი სიტყვა რა როგორ იყო? წარწყვა, რომელიც ჩემში პოტენციურად სულ არსებობს. აი ეს განცდა, რომ მაქვს და შევინანებ, მაგრამ ეს ჩემზეა დამოკიდებული. ასე რომ ჩვენი თავისუფალი გადაწყვეტილების საქმეა. ვირწმუნებთ თუ არ ვირწმუნებთ. შევინანებთ თუ არ შევინანებთ. ასე რომ რწმენა დაკარგული ადამიანი პასუხს აგებს თავის ურწმუნოების გამო, იმიტომ რომ ურწმუნოება ადამიანის პირადი არჩევანია. და
ბავშვებო. მე დავასრულე.